ესე რომ გავაკეთო. ბარებ შემოვედი ლაივში ცოტა ხნით. შევიტანოთ ესე იგი ჩვენ პროექტი ზომბი ზონში. ახლა ჩავნიშნოთ, რასაც მე აქ ვილაპარაკებ, უნდა ჩავნიშნოთ ნელ-ნელა ბაზები მედიცინის. ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ ახალი ფაილი. სალამი გაგა, სალამი ყველას. თუ იქნება ხალხი იქნება. ხვალ საღამოს და ზეგ საღამოსაც ვიქნები ლაივში. Ready player 1. Ready player 1. მოკლედ მე ხვალები კიდე ვიტყვი. ესე. კომენტარებში ამწიეს ხერში და ესე იგი იყოს ეს აქ მაინც ხალხზე დამოკიდებული, მოკლედ ესე იგი. ხო ხედავ რო უნდა ეცინათ გაგა რო უნდა ეცინათ ტიპებმა გულზე დაიდეს ხელი გულისცემა ზოგს ქონდა ზოგს არ ქონდა და ვისაც არ ქონდა გულისცემა ვეღარაფერი ვეღარ ათქვეს აი რა უნდა თქვა ხო ხდები წიგნს ვწერ რა ვიცი თუ დავამთავრე კი ისე კი ვწერ არ გვეწყინება არანაირად. მოკლედ, ეხა ამას მე ჩანწერს დავდებ თუ არ ვიცი, მაგრამ ამას მე ხვალდაზე გვიტყვი. ბოტები ხო? გულის თემა აღარ არის უკვე всё. ახლა როგორ რაღაც არის ხახნო ახსნა როგორ უნდა მოვაყოლო იმდენ ვიდეოს ვწერ ვიდეოების ჩაწერას ვერ ვასწრებ თქვენ შემოდიხართ ჩემ გვერდზე ერთ ვიდეოს ნახულობთ და გადიხართ ესე არ არის მე ბევრ ვიდეოს ვწერ ძალიან ბევრ ვიდეოს ვწერ უსმინეთ ინფორმაციებს ყველაფერი ერთ დღეში არ იქნება 5 წელია ვლაპარაკობ 5 წლის წინას მაგას მეუნებოდნენ ახსნა მოვაყოლე ახსნა სად არის ეს ხალხი აბა უსმინა ამ ახსნას არ მოусმინეთ ამ ახსნისთვის არ ვიცი გულისცემა ფაქტია რომ გაუქმებულია სავარაუდოდ ეხა მოგეთ ეხა სერიოზულად რომ ვთქვათ მანდ ნუ არ ვიცი რა რეჟიმი გაუქმდა ალბათ ავატარებში რა ვიცი ზოგზე გაუქმდა ზოგზე არა რაშა ისეთ აბსურდულ ვიდეოებს დებ ჯობია ფსიქიატრს მიმართო რა არის აბსურდული
აი ხვალ არა და ზეგ დავდებ ერთ ვიდეოს, აი ის ნახე მე როგორი აბსურდული იქნება, მაგრამ ნახავთ. რო არც ეგმება თავის ნათქვამზე. როგორ არ მიყივა დღეს თელი დღე იმდენი ვიცინე კომენტარებს კითხულობდი. გავსკდი სიცილით, მაგრამ ვინმეს კი არ დავცინი, უბრალოდ ანუ აი რომ უნდა შემოეტიათ ჩემთვის და დაიდეს გულზე ხელი და აღმოჩნდა რომ ხალხს გულისცემა არ აქვს. აქ ბევრი კონტენტია, შეგიძლიათ დაათვალიეროთ უამრავი ვიდეოა, მატრიცის საკითხი, ძირითადად ეძღვნება გამოღვიძებას, ხალხის ძირითად მას არის ანუ ძინარ მდგომარეობაში, ხალხის გამოღვიძებას, ვინც ცოტა გამოღვიძებულია ცნობიერების გავარჯიშებას ეძღვნება ეს ყველაფერი. ხო, გამარჯობა თქვენი. ადამიანს რო გამაგრილებელი სისტემა აქვს დაყენებული თავზე, თქვენ ეგ თუ იცოდით. აი მაგას ზეგდავდებ მაგ ვიდეოს. ალბა. დაარტყით სტიკერები, დაალაიქეთ. ნეო ხარ თუ მორფიუსიო. არც ერთი არ ვარ, არც მეორე. ხო, ეს ფილტრი ელახმა აქ ჩემგე. მოკლედ ეხა რაღაცას გეტყვით, მე კიდე ვიტყვი, მე ხვალაც ვიტყვი და ზეგაც ვიტყვი რა. ეხ გინა შარლატანად მიმიჩნიეთ, ალბა. მოკლედ მანდ ეხა იქნება დაიყოფა, აი მაგალითად ხალხი არის როგორ, აი საზოგადოება იყოფა მაგალითად ორ ნაწილად. სიტყვაზე რო ვთქვათ, აი ერთ-ერთი მაგალითი რო ავიღოთ, ეხა კორპუსში ვარ და ძალიან ხმამაღლა ვერ ვილაპარაკებ რა, ხალხს ძინავს. ადამიანებს ნახეთ როგორ ჩვენ ვართ ჯერ სანამ იმას ვიტყვი, ჩვენ გვაქვს გამაგრილებელი სისტემა. აი ადამიანს თავში ტვინი არ აქვს. მე მეცნდება, მაგრამ ნახე ადამიანს თავში ტვინი თან აქვს, თან არ აქვს. ეს ინფორმაციები იყოფა რამდენიმენაირად. თან აქვს, თან არ აქვს. თავში ტვინი რო არ აქვს, ეგ სხვა მიმართულება, ანუ გასაგები არ აქვს და მორჩა. ტვინი თავში რა იმ შემთხვევაში, სადაც იმ ვარიანტში, სადაც რო თავში ტვინი აქვს ადამიანს, ეს ტვინი არ მუშაობს. ეს ტვინი ინფორმაციას არ ინახავს, მეხსიერება ამაში არ არის, ანუ ვაფშე ტვინში არაფერი არ ხდება. ეს არის ცხიმის გროვა უბრალოდ. თუ ჩერდება, მაშინ გამოიღვიძეთ. ანუ დაახლოებით როგორ რაღაცა რატო არა აქ? როგორ ახსოვს, მომდიდეთ. თავში ტვინი როგორ გქონდეს, მეც ვიცი როგორც მოიქცეოდით, მე ვიცი როგორც მოიქცეოდით. ანუ ნახე რას მომ ეგეთ კითხოს, რატო არა აქვს? ნუ მიდუსავთ ხახნა ეგეთ კითხოს, ნუ მაგიჟებთ. ერთი წუთი გეტყვი. კაი კითხვა არის, ხო, ცოტა ხანში გეტყვი. აი ნახე ხალხი იყოფა ორ ნაწილად, თქვა საქართველოში. ხალხი რომლებმაც სურვა იციან და რომლებმაც სურვა არ იციან. ესე უნდა გავყოთ საზოგადოება, ესე ვთქვათ, ორ ნაწილად. დაპირისპირების მიზნით კი არა, ანუ უნდა ვთქვათ, რომ ერთი ნაწილი ვისაც გულისცემა ესმის, ესენი იქნებიან მესამე განზომილებაში, ვისაც გულისცემა არ ესმის, ესენი გულისხმება რომ გადავიდნენ მეოთხე განზომილებაში. ანუ რატო რას ნიშნავს ეს რა? გეტყვი ხო, რას ნიშნავს ეს? აზრი არ გამიწყდეს ერთ წამს. ხო, ანუ რაც უფრო მეხუთე განზომილებაში გადავიდიო ვიღაცამ წერდა, მეხუთე განზომილებაში გადასვლები არიან, გარდაცვლილებიდან მკვდრები უკვე. მეხუთე განზომილება არის ზეციური სასუფეველი რა. იქ ზოგადად მე-6 და მე-7 განზომილებებსაც ახსენებენ ხოლმე და რაღაცა, მაგრამ გეხვეწებით ხახო, საიდან მაქვს ინფორმაცია, ამას სწავლობ მთელი ცხოვრება. უყურეთ, მე-5 განზომილება არის უკვე გარდაცვალების მდგომარეობა რა. ხო, გონებაში არა, ტვინში ინფორმაცია არ ინახება. ნახეთ, როდესაც ჩვენ ინფორმაცია ინახება სადღაც, არ ვიცით, გარე სამყაროში, გუმბათის გარეთ, სავარაუდოდ მე-5 განზომილებაში თუ სადღაც. ამიტომ ტვინს, ანუ ამ თავის ქალას ჭირდება გამაგრილებელი სისტემა. გინდათ ეხლა აი ამ წუთას, აი მე თუ ეხლა ამ წუთას და მე თემას გავაგრძელებ. მე თქვენ ეხლა გაჩვენებთ ამ წუთას, რომ თქვენ თავის ქალაზე გაქვთ დამაგრებული გამაგრილებელი სისტემა. ეხლა ვინმე ხო არ იტყვის, რომ ზამთარია და ცივაო. აი თუ თქვენ აი გულზე ხელი დაიდეთო,
გულზე ხელი დაიდეთ, აი რო იტყვიან გამარჯობა. მე თქვენ გაჩვენებთ, რომ თავის ქალაზე თქვენ გაქვთ დამაგრებული, გამაგრილებელი სისტემა. ხო, ან წლევადელი ზაფხული კი ზამთარია, მაგრამ თუ თქვენ აღმოაჩენთ ამ გამაგრილებელ სისტემას, ზოგი გამოიწერთ შემარხს, დანარჩენები დაალაიქებთ და დაარტყავთ სტიკერებს. გაწყობთ ეგა? აი, გაჩვენებთ თავის ქალაზე გამაგრილებელ სისტემას ყველას გაქვთ ვაფშე. ვისაც გამოწერილი არ გაქვთ, გამოიწერთ, დანარჩენები დაარტყავთ სტიკერებს და დაალაიქებთ. ხო, ეს არის. გაწყობთ. ეხლა უყურეთ. ეხლა ვაფშე ჭკუიდან გადახვალთ. აი შეხედეთ. აი ხელი დაიდეთ აქ და გააჩერეთ. აი აქ ზუსტად აი თავის ქალიდან სად არის დაახლოებით მეცა? ერთი წამით საწავი და დავიჭრო. აი ესე გააჩერეთ. აი აქ ხო ზუსტად რა. კარჩე, აი ორი თავიდან, ანუ თმიდან არა, თავიდან ორი თმა არის მნიშვნელობა არ აქვს. ორი თითის სიმაღლეზე გააჩერეთ ხელი. და ნახეთ როგორი სიცივეს შეიგრძნობთ. აი აქ გადის სიცივე რა. რა ბოლის დედა ხელი დაიდე თავზე სიცივე რატო აგდის? აი ადამიანს ყველას აგდით თავზე სიცივე. აი აქ არის სიცივე. არა, კარგად დაუკვირდით, აი. ეხლა მეც სიცხე ამდის, მაგრამ რატო ცხეთ? მეც გამიცხელდა. ცივი იყო და რამ გააცხელა. კულერი გადახურებულა. აი მართლა გეუნდა, აი ნახეთ. აი გაჩეს სიცივეს ხო გრძნობთ, აი. ხელის გულზე სიცივეს ვინც იგრძნობთ, გამოიწერთ ჩემს გვერდს. აი ესე გააჩერეთ ხელი და არ მეც ახლა სიცხე ვიგრძნე თავდა, მაგრამ რას გონცი? So, გამოიწერეთ ჩემი არხი, ვინც სიცივე იგრძნით. ხო არის სიცივე, მაგას გონ ეს არის კულერი. აი აქ რაღაცა ტიპის, ანუ ავატარის, სავარაუდოდ არის ავატარის გამაგრილებელი სისტემა. აი შეხედეთ. სიგრილია გეუნებთ, აი სიგრილი, აი გეუნებთ არის სიგრილი. ანუ ჩვენს ხეულები არ ვიცით რა. არ ვცნობთ. მოკლედ ესეთ სიტუაცია იქნება. ვინც გულის სემას არ გრძნობს, ანუ ეხლა როგორი დავალებები გაიყოფა ესე, ვინც გულის სემას გრძნობს, იმათ სხვა დავალება მიეცებათ, ვინც გულის სემას არ გრძნობს, ესენი მეოთხე განზომილებაში გადასული ხალხია, ესენი უკვე არიან, ანუ ეს ერთი ყველას ჯვარი გწერე, მაგრამ ცალი ფეხი კუბოში გაქო, აი ეგ მდგომარეობა, ანუ მეხუთე განზომილებაში გადადის ადამიანი, მეოთხე განზომილებაში აღარ ჭირდება გულის სემა, ანუ აღარ ჭირდება ეგ ფუნქცია გაუქმებულია. ეგ ფუნქცია არის გაუქმებული. ამიტომაც მეოთხე ვისაც გული არ გიცემთ, ეხლა იმაზე კაცო აპარატზე თუ შეგაერთეს და ეხოზე და რა ქვია ზონდი გადაყლაპეთ, ეგრე არა კაცო, მე გეუბნები გულზე ხელს დაიდებ. ნუ ქალები მკერდს აწევენ და მკერდის ქვეშ უნდა მიიდოთ ხელი, მკერდის ქვეშ, ვისაც პატარა მკერდი აქვს, ზევიდან შეუძლია დადოს, ზოგს შეიძლება გულის სემა შუაშიც ხონდეს რა. ვაფშე არ არის რა. მითხარი საიდან გაქვს ეს ინფორმაციაო? TikTok ვიდეოებში შემხვდა. თუ დაგაკმაყოფილებთ ეს პასუხი. და იქნება დაგიჯეროთ. ამისე თქვენ მე საერთოდ არ მადადებს. აგერ რამდენი წელია ვლაპარაკობ, საერთოდ არ მადადებს ვინ რას დაიჯერებს და ვინ არა. ხო, მოგეთ რას ვიძახდი. ეხლა იქ მე კიდე სხვა დეტალებს გეტყვით. ეხლა ესო იტყვიან გამომწერებს აგროვებსო, დიახ გამომწერებს ვაგროვებ. და ასე შემდგომ. დიახ შარლატანი გეგონო შარლატანი, პრობლემა არ არის. როდესაც მოკლედ პროექტი ზომბი-ზოუნი ხო იცით, როდესაც ჩემი TikTok გვერდი გადაცდება, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდი.
როდესაც ჩემი TikTok გვერდი გადაცდება 300,000 გამომწერს. 300,000 გამომწერს, როდესაც გადაცდება, შესრულდება, დაიწყება თამაში Ready Player One. ეს ფილმი არის ეგეთი, ანუ ფილმების სახელებს ვიღებ. დაიწყება პროექტი Zombie Zone-ის თამაში მთელი საქართველოს მასშტაბით. რომელსაც მე გავაკეთებ ამას ერთი კაცი. ნუ შეიძლება რაღაც შემოქმედებით ჯგუფი მყავდეს, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. რა ხო 300,000 გამომწერს უნდა გადავწდე მე TikTok-ზე, 100,000 გამომწერს უნდა გადავწდე YouTube-ზე. როდესაც ეს შესრულდება, მე ხوار გეუბნებით, თუ გინდა რომ როდესაც ეს შესრულდება, დაიწყება თამაში Ready Player One. მაგრამ მანამდე, ეხლა მოდი ამ ჩანაწერს დავდებ მე ხვალე. 200,000 გამომწერზე, ეხლა მე ვლაპარაკობ, ეხლა გინდა გადაობად მიიღეთ, როგორც გინდათ მიიღეთ. 200,000 გამომწერზე, 200,000 გამომწერზე, როდესაც ავა ჩემი TikTok-ი. მე გადმომიგზავნიან, ესე ვთქვათ, ეხლა არა მაქვს, მაგრამ ვატიკანის არქივებიდან სპეცსამსახურები გადმომიგზავნიან საქართველოს მონარქის ფოტოს. ეხლა გეტყვით წინასწარ რა იქნება. მე მინიშნებები რაც მომივიდა გეტყვით. ეხლა ეს YouTube-ზე დაიდება. 200,000 გადმომწერს, იმიტომ რომ ეხლა როგორც ჩემთან მოვიდა ეგეთი მესიჯი ზოგადად რა, ეს ტელეპათიიდან გეუნებით რა, იქიდან რა. ანუ ეხლა ტელეფონებში და რო გამშჭხრიკონ, მაგ მესიჯს თქვენ ვერსად ვერ ნახავთ. ანუ შეტყობინება ესე რომ ვთქვათ, რომ იმის გამო, ნახეთ რა ხდება, იმის გამო რომ მე ანუ რეალურად პირდაპირ მნიშვნელობით ნახევარ საქართველოს უნდა მყავდე გამოწერილი, მაგრამ ეს არ ხდება, ამის გამო რაღაცა ტიპის პროცესები არის გაჩერებული. მე ხა ამას მთელი სერიოზულობით ვიძახი. ვისაც როგორც გინდა ისე გაიგეთ. იმის გამო რომ ეს თუ გინდათ საუკუნის თაღლითობად ჩათვალეთ, არ მაინტერესებს. იმის გამო რომ მე გამომწერების რაოდენობა რაც უნდა მომგროვებოდა, არ მომიგროვდა, ამიტომ გაჩერდა გარკვეული პროცესები არის გაჩერებული. ამიტომ ესეთი მინიშნება მოვიდა 200,000 გამომწერზე. მე გაჩვენებთ ფოტოს რა. ქართველი მონარქის ფოტოს, ბავშვობაში გადაღებული ქართველი მონარქის ფოტოს. ერთადერთი მე რაც მითხრეს, ერთი წუთით, ერთადერთი ეს უნდა იყოს ჩანაწერში, მე კიდევ ვიტყვი. ერთადერთი მე რაც მითხრეს, დაახლოებით რამდენი, ანუ მოგეთ ბავშვობის ფოტო იქნება და ქალაქის კაუჩა ლოკაცია იქნება ნათქვამი რა. დანარჩენი ეს პირადი მონაცემები არაფერი არ იქნება, ანუ მეც არ ვიცი და არ მეცოდინება. ანუ უბრალოდ მარტო ლოკაციას მეტყვიან, სად არის გადაღებული და რომელ წელს არის გადაღებული, ეგეც არ იქნება ნათქვამი. ეს არის მნიშვნელოვანი. ის უბრალოდ რო იცოდეთ, როდესაც 200,000 გამომწერს გადაცდება, მე მგონი ეს ანტიქრისტია. ერთი წუთი. 200,000 გამომწერზე მე გამოვაქვეყნებ ქართველი საქართველოს მომავალი მონარქის ფოტოს. ეს ფოტო იქნება სრული შოკი. ეს ერთი წამით. ეს ერთი. მეორე 300,000 გამომწერზე დაიწყება თამაში Ready Player One. ერთ-ერთი მიმართულება პროექტი Zombie Zone-ის ერთ-ერთი მიმართულება არის ეს. ვინ რას იგებს, ვინ რას არ იგებს, ეგ მე აღარ მაინტერესებს. მე ვლაპარაკობ წლებია. ეხლა ვინც ვერ იგებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის მზად არ არის არაფრისთვის რა. ტიპი ნახად უიგონებს თემებსო. ერთი წამით. ანუ რო გაიგოთ რას ვლაპარაკობ, წლების განმავლობაში უნდა მისმენდეთ. ეხლა გუშინ რო ვიდეო შეგხვდა და ნახე, ეგრე ვერ გაიგებ ვერაფერს. ანუ ნერვოზები რო გვაქვს და გარეთ გასვლის გვეშინია, აი მაგით რას გვეტყვი შენი აზრით, რატო გაქვთ ნერვოზები და გარეთ გასვლის რატო გეშინიათ? მე მაგიტომ, ანუ ჩემი გვერდი მაგას ემსახურება ხახნო, რომ ეგ შიშები მოგეხსნათ. საზოგადოებას მე ვხედავ, ვიცით რა ხელა შიშებია ხალხს? მე ვხედავ ამას, ძალიან დიდი შიშებშია ხალხი. და სხვათა შორის მამაკაცები არიან ყველაზე შეშინებული მდგომარეობაში, რო იცოდეთ რა.
მთელი ცხოვრება უჭირთ ამ შიშების დაძლევა. აი ნახეთ, რა წიგნი მიდევს აგერ, რა წიგნზე ვმუშაობ. ეხა ეს ხო დაგეგმილი არ მქონია, ადწინაზეც გაჩვენეთ. ფრიც რიმანი, შიშის ძირითადი ფორმები. აი ეს წიგნი იყიდეთ ბიბლიაში. შიშის ძირითადი ფორმები. საზოგადოება არ ებრძვის თავის შიშებს. შენი არ გაითიშო. მოკლედ 200,000 გამომწერზე ეს მოკლედ ძალიან მიჭირდა ამის თქმა, მაგრამ მოკლედ 200,000 გამომწერზე მონარქის ფოტო გამოქვეყნდება. დანარჩენ მე რასაც მაწვდიან, იმას გაძლევთ. დანარჩენ მე საკითხი მე არ მაინტერესებს. 300,000 გამომწერზე დაიწყება Ready Player One. თამაში. ეს შეიძლება იყოს საგანძურის ძიება, ეს შეიძლება იყოს მასობრივი ქაოსი. ეს კაცმა არ იცის რა იქნება. მე არ მაქვს ჯერ ინფორმაცია რა იქნება. ეს იქნება რას გაძლევთ, არაფერს არ გაძლევთ, რა ვიცი რა გითხრათ, ეს არის ფოტო რა ვიცი. ვერაფერს ვერ მიხვდებით სინამდვილეში, ესე მითხას მე, მაგრამ მოყვა ვიცი, ინტერესს დაიკმაყოფილებს ალბათ ზოგი. 500 გამომწერზე 5 პლანეტელებს გვაჩვენებთ. არა, 5 პლანეტელები ისედაც მოფრინდებიან, მაგას გამოწერა არ უნდა. მაქვს ეგ წიგნი, მართლა კარგი წიგნია, ყოჩახ ჩაკო. ხო და რა გვინდა ეგ ფოტო? თუ არ გიდათ, მაშინ არ გამოიწეროთ და არც იქნება. მოგეთ მე გითხარით ეს და დანარჩენ თუ დამავიწყდება გამახსენეთ. აი ნახე, საშვილოს ნუ არ გვაქვს ქალებს და მართლა ერთი ფეხი გვაქვსო? რა ერთი ფეხი გაქვთ, ვინ გითხრათ ეგა? აი იამ წერდა იმ დღეს რა. თავიდან რო თქვი რომ ანუ ქალის მუცელშიო ბავშვი არ ვითარდებაო და ვიფიქრე ამ საწყალმა გაუბერაო რა, მართლა გაუბერა ამ საწყალმაო და ჩემზე იფიქრა ეხლა რო უყურებ და დავაკვირდიო. სამი შვილის დედა მეუნება მართალი ხარო, ბიჭო გამაგიჟებს ეს ხალხი. მართალი ხარო, მართლა ანუ მუცელშიო, სამი შვილის დედა მეუნება მუცელში მართლა არ არისო, არ ვითარდება ბავშვიო, სამი შვილის დედა მეუნება ამას. მე კი ვიცი რომ მართლა არ ვითარდება, მაგრამ შენ მაინც გაჩვენდი ქალო ბავშვებს მიხედე. გადამრევენ ეს. საიდან გაქვს ეს ინფორმაციო? ვეცნობი ხახნო უამრავ წყაროს რა განახლებები მიდის, ანუ ვინც მატრიცის საკითხით არის დაკავებული, მთელ მსოფლიოში ამაზე საუბრობენ და 1000 სულ ელასაც საუბრობენ, ყველაფერს კი არ ვიმეორებ და ანუ აქ მიდის ურთიერთგაცვლა ინფორმაციების რა. ხო. ხო, მოიცა ნინას რა ეწერა რაღაცა შიშებზე მოიცა? ხო, ვიზუალზე გაიმეორე, იქნება გაიმეორო შეკითხვა, რატო იბადებიანო ვიზუალზე? ზოგადად, აი, საერთაშორისო ვიზუალზე საუბრის მაგარი კომპლექსი აქვს საქართველოში რა. აი, ხა მე გეტყვით, ხა მოგეთ ვიზუალზე იყო ეგეთი შეკითხვა, ანუ ზოგი რატო არის ლამაზიო, ზოგი აი თუ გაიმეორებ შეკითხვას, კაი იქნება. მეცა ამ ნინას ეხლა მე გეტყვით რა, ვიღაცა ტაილანდელი გეტყვით ერთი 50 დაახლოებით 50 წლის ტაილანდელი ქალის ვიდეო მაქვს რეპოსტებში გადაზიარებული. აი გაჩვენებთ რა. ეს ქალი არის, რომელიც ნახევრად კაცს გავს. და იცით რამდენი ლაიქი, 9 მილიონი ლაიქები აქვს რა. ეხლა შევა TikTok-ს და გაჩვენებთ რა. ეს ქალი არის ძალიან ლამაზი. ოღონდ რანაირი სილამაზე აქვს ვერ ახსნი, ვაიბი აქვს ძალიან მაგარი რა. ეს უნდა შედგეს ადამიანი ეგრე რა ვიცი, ამან გაჭედა. მოიცა გადახურებულია. რეპოსტებში მაქვს ერთი ტაილანდელი ქალი, იმის ვიდეოები ნახეთ რა. ტიპი არის სერიოზული დონის, ანუ მშვენიერება მოდის, კაცური სილამაზეც მოდის, მაგრამ ქალია, მაგრამ ნახევრად კაცს გავს. ხალხი გაგიჟებულია, ნახევარი რაღაც რუსული ტრენდის მუსიკაზე, ეს ხელებს იქნება მაღაზიის გამყიდველია. 200,000 ლაიქიდან მილიონ ნახევრიან ლაიქამდეა და ხალხი გაგიჟებულია კომენტარებში. რა, ანუ რა თუ აქვს ამას ამდენი ლაიქიო? და თან კარგ კომენტარებს უწერენ რა. მე ლამაზი ვარ და ეს მატრიცული სილამაზეა თუ მიწიერიო. ეს არის ავატარის, ანუ ეს არის ავატარის სილამაზე. სილამაზეზე ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ.
როგორ არის, რატომ არის ზოგი ადამიანი ლამაზი და ზოგი არა? ფიზიკურობა რაზე არის დამოკიდებული მოვლის გარდა? ძალიან კაი კითხვა. ეხლა მე ხო არა ვარ მომზადებული, მაგრამ გეტყვი მეცა. ერთი წუთი დავფიქრდე. რატომ არის ზოგი ადამიანი ლამაზი და ზოგი არა? ფიზიკურობა რაზე არის დამოკიდებული ფრჩხილებში მოვლის გარდაო? ეგ ხა უნდა ჩამოვთვალოთ დეტალები. ერთი არის გენეტიკა. სინამდვილეში გენეტიკა არ არსებობს, მაგრამ როგორც არსებობს, ანუ ინფორმაცია, იქიდან მოსული ინფორმაცია ეგრე კი. ერთი არის გენეტიკა. მეორე, ვის რა მისია აქვს ცხოვრებაში, ძალიან ბევრი ფაქტორია, ვინ ნახერასვაო მშობლები როგორ გაზრდიან, მოვლაზე არ არის საუბარი. ნახეთ, მე გეტყვით, მე ჩემს ნათესავებში, ჩემს ახლობლებში მე შემიძლია გითხრა, გაჩვენო ფოტოები, ბიჭები და გოგოები, რომლებიც ბავშვობაში იყვნენ ძალიან ლამაზები და აი ყველა რო უწინასწარ მეტყველებდა, რომ ძალიან სასწაულად ლამაზი ახალგაზრდები იქნებოდნენ, ან დიდობაში იქნებოდნენ ლამაზები. მაგრამ ანუ რეალურად სწორი განვითარება არ შეხვდათ იმათ. ნახერასვაო აი გენეტიკურად ლამაზები უნდა ყოფილიყო, გენეტიკურად დაყვათ სილამაზე, მაგრამ სწორი განვითარება არ შეხვდათ. ამ სწორ განვითარებაში იგულისხმება აი ოთახში, აი ბავშვის ოთახში, დაწყებული ბავშვის ოთახში კედლებზე ფერების სწორი განაწილებით დამთავრებული დედამისი როგორ ჩხაოდა და ან არ ჩხაოდა. აღზრდელობითი ამბებით რა. რა სჭამდა, რას არ ჭამდა, ფასტ ფუდებს როგორ ჭამდა, როგორი კვება ქონდა, რა ჰაერი ქონდა, რა გარემოში აღიზარდა, ყველაფერზე იყო დამოკიდებული. ამიტომ ყველაფერი რო იყო ყველა ის რო ჩაუფლავდათ, ესე რომ ვთქვათ, მოკლედ ცუდ პირობებში რო გაიზარდნენ, ამის გამო ეს ბავშვობაში ყოფილი ძალიან ლამაზი ფიზიკურად ბავშვები პირდაპირ მნიშვნელობით დამახინჯდნენ დიდობაში რა, აი დამახინჯდნენ. ეხლა მე შემიძლია რომ დავმახინჯდე, თუ ძალიან გავსუქდები, ეს ღაბები კიდე უფრო გაიზრდება და დავმახინჯდები. იქ მანდ კიდე პლუს იქ ვარჯიში არ ვარჯიში სისტემა და ასე შემდგომ, ხო? უამრავი რამეა. მერე პლუს აზროვნების სისტემა არის ერთ-ერთი მთავარი. ადამიანი ბავშვობიდან როგორ აშენებს თავის შინაგან სამყაროს. ეხლა ადამიანი იტყვი, რომ ეხლა ადამიანი ჯერ არ ჩამოყალიბებულა და ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს, რომ საერთოდ აზროვნეთი 20 წელს მაინც უნდა გახდეს, რომ აზროვნება მაინც უნდა ისწავლოსო. მაგრამ მესმის, ასე გარი ეგეთ თქვა, ესე თქვა ლეგიტიმური კონტრაარგუმენტი და შეკითხვა, მაგრამ მე ჩემ თავზე ვიტყვი, რომ მე ვიყავი ბავშვობიდან ძალიან ჭკვიანი. მე ჩემი თავი შევქმენი სრულად თავიდან ბოლომდე. ღმერთმა შემქმნა და ჩვენ შევქმნა არარსებობიდან, ამ არარსებობაში არარსებობიდან ჩვენ შემოვდივართ მშობლების გავლით, მშობლების დახმარებით, იქ რაც ხდება და ასე შემდგომ. მაგრამ ადამიანს პიროვნულად, შინაგან სამყაროს ყველაფერს აყალიბებს აი პირველ რიგში თავისი თავი რა. მაგრამ ნახე პედაგოგიკაში, მეცნიერების დონეზე რაც არის პედაგოგიკა, ეს კვლევებით არის დადასტურებული, რომ პედაგოგიკაში ესე არის კვლევებით ჩატარებული, რომ აღმზრდელობას აქვს დაკავებული 70%. 70% დამოკიდებულია მისი აღზრდის პირობები, განათლება როგორი მეცე და ასე შემდგომ. მე ადრეც ვთქვი, ჩემს განათლებაში 1 მილიონია დახარჯული. ამ დროს უმუშევარი ვარ, ოფიციალურად გაუნათლებელი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება განათლებას ვიღებდი, მაგრამ ჩემს განათლებაში 1 მილიონი ლარია დახარჯული, დაახლოებით რა, მინიმუმს გეუბნებით. ხო, ეხა ვიღაცისთვის მე ლამაზი ვარ, ვიღაცისთვის არ ვარ ლამაზი. ასევე გოგოებზეც და ბიჭებზეც, მაგრამ ბევრი ფაქტორია რა. შეიძლება გოგო იყოს ლამაზი, თავი დაიმახინჯოს, შეიძლება იყოს შეუხედავი, მაგრამ თავი გაილამაზოს. ბევრი, ფიზიკურ დონეზე ბევრი შეუხედავი ადამიანი შემიძლია გაჩვენო, რომელიც არის ძალიან ლამაზი. და არის მოკლედ ეს თემა არის ძალიან დიდი რა. აი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. პლუს თქვენ გაქვთ ნანახი ტრანსფორმაციებს როცა გადიან ადამიანები რა.
იქ თითქოს აი 2 წლიანი ვარჯიშის შემდეგ იცვლებია, მაგრამ ეგ მარტო ვარჯიში არ არის. მათ ბევრი რამის ცვლილება არის რა. პლუს სულიერი სამყარო როგორი დალაგებული აქვს, ფსიქიკა როგორ დალაგებული აქვს. ეხა მე მაგალითად 3-4 წლის წინანდელი ფოტო მაქვს გადაღებული ესე ლიფტში, იმაში რა ქვია, ლიფტში სარკე იყო ჩამოკიდებული ფოტო მაქვს გადაღებული, როგორც იცით, აი ნაომარი, აი სახე მაქვს წაშლილი ისეთ დონეზე, რომ დანერვოზებული ვიყავი მაშინ, ძალიან პრობლემებში ვიყავი რაღაც ისე იქით-აქეთ და რაღაც საქმეებში და აი როგორ დანერვოზებული იცი, აი სამამულო ომი და დაბრუნებულს გავარ რა იქ. ფსიქიკა მქონდა შერყეული. ეხლა ავდექი, ყველა პირში მივახალე ყველაფერი სათქმელი, ვისთანაც მესიჯობა არ მინდოდა დავბლოკე, ანუ ხალხს მასიურად დავახვევინე და ფსიქიკა დამიწყნარდა. მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება. თუ ადამიანი ღმერთთან თანაზე არ არის აღსარებით და ზიარებით, გამორიცხულია იქ სულიერად მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში ვიძახით. სულიერად ბოლომდე და ფსიქოლოგიურად ბოლომდე დალაგდეს. ფსიქოლოგია და ისინი კარგია, მაგრამ ეგ არის ერთ-ერთი დამხმარე ბერკეტი. მაგრამ ეგ არ არის ერთადერთი რა რო იცოდეთ. ამიტომ სულიერი სამყარო რამდენად დალაგებული აქვს, დაულაგდება, ანუ სრულად დალაგებული წმინდანებს აქვთ, მაგრამ აი დალაგების პროცესს როგორ იწყებს, ანუ რას იწყებს? იოანე კიბის აღწერილი, რასაც აღწერს სულიერ გამოღვიძებაში, ასე ვთქვა და როდესაც ადამიანი სულიერ ტრანსფორმაციას გადის, იოგებით კი არა, აღსარებით და ზიარებით. სულიერ ტრანსფორმაციას გადის ადამიანი და ის, თქვა, ერთ ვნებას და ერთ ცოდვას, როდესაც ებრძვის და ღმერთი ეხმარება, ამაში და წმინდანები ეხმარებიან. როდესაც, თქვა, ნაწილობრივ მაინც რაღაცა ცოდვაზე გაიმარჯვებს, შემდგომ გადადის შემდეგ ეტაპზე, ახალ საფეხურზე ადის და იქ უკვე ხედავს სხვა ცოდვებსაც. რატომ არის რომ ადამიანები ძახიან რომ მეო დიდი ცოდვა არაფერი არ მაქვსო? იმიტომ რომ სულიერი ტრანსფორმაცია არც კი დაწყებულა მათ შინაგან სამყაროში, ამიტომ ისინი ვერ ხედავენ. ანუ ქვედა საფეხურებიდან ზევით რა ხდება ვერ დაინახავს, სანამ არ აივლი იმ საფეხურებს. აი მატრიცული ინფორმაციებში წესია. მე სანამ არ მოვედი აქამდე, აი რასაც ახლა ვლაპარაკობ, იქამდე მე არ გამეხსნა კარტები, ანუ მატრიცა შენ არ გაგიხსნის კარტებს. ანუ მე როგორ თემარიცი რომ საქართველოში ჩვენ ახლა ვართ რამდენიმე ადამიანი, ნუ თავარი მე ვარ, რო თქვა იმაში რომ ხოც გადავარ, თავარი მე ვარ, ისტორია მე ვარო, ის განვეძახეთ ეგ. ანუ საქართველოში თავარი მეგატვინი ვარ მე, ანუ მეგატვინი, ანუ რომელიც ქვეყნის მენტალური ლიდერი, კოსმოგონიური აგენტი, ტორუკმაქტო და ეხლა უკვე პერსონა ნონ გრატა, ეს ყოველწლიური სტატუსები რაც მემატება, ეს არ ჩათვალეთ სამხედრო რეგალიებივითაა რა. რომელსაც მე ვანიჭებ ჩემ თავს თვითონ. ან ჩემი ოპერატორი გარესამყაროდან მანიჭებს მე, ჩემს ავატარს. ანუ მე ვარ მეგატვინი, რომლის დახმარებითაც ქვეყანაში იქმნება რეალობა, ანუ მე ვქმნი რეალობას ქვეყანაში. საქართველოს მე ვქმნი რეალობას. ქვეყნის გარეთაც ვიღაცებთან დაკავშირებით, მაგრამ ძირითადად საქართველოში. ამიტომაც საიდან საწავედი მოკლედ რა. სილამაზის თემა ანუ მოგეთ თითქმის ყველა ადამიანი შეუძლია რომ გალამაზდეს რა. თითქმის რა. ეს არის მასზე დამოკიდებული პასუხი არის ეს რა მოკლედ რა. ძალიან ბევრი ყველაფერს ვერ წავიკითხავ ახლა. არა, სამყაროს ცენტრი მე არ ვარ კაცო. ზოგადად მატრიცაში ადამიანი ხარ, ერთადერთი ადამიანი ხარ შენ, რეალური, სხვები არ არიან რეალურები. ამას დავიწყებ, სადღაც მაქვს მასალები, უნდა დავიწყო ხა ძალიან ბევრი მასალები მაქვს, ნელ-ნელა დებ აქაც და YouTube-ზე. უამრავი მასალა ხახნო, რა გავაკეთო? მე ვიცი რომ ძალიან ცოდვილი ვარ, ანუ მაღალ საფეხურზე ვარო? არ მაგის ცოდნა, საერთოდ ნახე ადამიანმა როდესაც იცის რომ ცოდვილია და ისა ეგ არ ნიშნავს თამდობლობას. ზოგჯერ ეგ ამ ზოგადად ვიძახა მე არ ვიცი როგორ ახარ. ეგ შენმა მიხვლე მოძღვართან და ის იმას გაესაუბრო, მაგრამ ანუ ამისი ინდიკატორი არის შენი მოძღვარი, რომელიც დაგიდგენს, შენ ამდენად ის ხარ, როგორი ხარ და რა მდგომარეობაში ხარ, შენს მდგომარეობას მოძღვარი ხვდება ეგრევე. იმიტომ რომ
ის არის სულიწმიდის მადლის გამტარი. და ის რო იტყვა სკანერია რა, გასკანერებს ეგრევე ხდება, რა ხდება შენს თავში. ისედაც ფსიქოლოგიური და ისეთი გამოცდილებაც აქვს, ასევე იმას ღვთლობის საიდუმლო რატო არის ისეთი ნიჭები, სულიწმიდის მადლით ისეთი ნიჭი ეძლევა, რომ მოკლედ გეხმარება ყველანაირად სულიერ გამოგვიძებაში. ნუ არა ეხლა გამოგდაკლისები ზოგი შეიძლება ზოგი ცოტა არასწორად ცხოვრებდეს და ურევდეს, მაგრამ მე ვამბობ ეხლა ნორმალური ვინც არის. ხო და არის მოკლედ ეგეთი მდგომარეობაც სულიერ ცხოვრებაში, რომ ადამიანს თავი ძალიან ცოდვილად მიაჩნია და ეს უკვე სიამაყეში გადადის მისი, ანუ თავდაბლობის მდგომარეობაში გონია რომ არის ამის გამო, მაგრამ სინამდვილეში ამ პარტავნებაშია ეგეთი მდგომარეობაც არის რა, მოკლედ რა. ანუ ის თქმა მართალია ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო? ნაწილობრივ არის კი მართალი. ეხა მე ძირითადად ეგრეა ხოლმე, მაგრამ ანუ ძირითადად ეგრეა ხოლმე და უფრო აი როგორც აი მოკლედ აი ხა სიმახინჯეებზე და ცოტა ცუდი ტერმინები უნდა გამოვიყენო და მაშინ უნდა ვლანძღო ვიღაცეები რა და აი არ გამოდის. ხო და ცოტა აი ცუდი როგორ ვთქვა რა, აი ცუდი ენერგეტიკა რომ მოდის აი თქვა გოგო ავიღოთ რა, გოგოზე კარგად მიდის, იმიტომ რომ სილამაზე და ეს ცუდი ენერგეტიკა და ცოტა სიუხე რაღაცა რო არ მოგწოს და თან რაღაც და იმენა, აი რომ ცუდი სიტყვები არ უნდა გამოვიყენო, აი რაღაც ხო ხდები რა, ისეთი რო არის მოდის, არ გევასება მოკლედ, იმენა გულზე თან რო არანაირად არ მოდის, ზუსტად ისეთი შინაგანი სამყარო აქვს იმას. მაგრამ ვინც ლამაზია და მაგარი 15 რემფეხები ეგ არნიშნავს რომ იმის სული ლამაზიცა, იმის სულიც ლამაზია. ანუ იქაც ორად იყოფა, აქაც ორად იყოფა, მაგრამ მე მესმის რასაც ამბობ, ძირითადად არის ეგრეც კი. ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო. ხო და ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო, ეს ძველ ბერძნების ნათქვამი რაც არის, ამას მიხვდები, სხვათა შორის კიდე ცოტა სხვა რაკურსიდან კიდე მიხვდები, აი ბევრს რო ივარჯიშებ, 15 წელი რო ივარჯიშებ, მე 15 წელი მაინც უნდა ივარჯიშო, რომ მე მიხვდე რას ნიშნავს ეგ. ანუ სხვადასხვა ტიპის გაგებები აქვს მაგას რა. ექვსი წელია ლაშას ლექციებს უსმენ, ყველა მოსმენილი მაგ წარმატებები ლაშას. გაიხარე გაგა, გაიხარე. ხო, ყოველთვის არ იქნება ლამაზ სხეულში ლამაზი სული, რა თქმა უნდა, არ იქნება ყოველთვის. ისმის კითხვა შენ რომ არ არსებობდე, რაიმე იარსებებდაო? ეგ კითხვა დაისმის ღმერთთან დაკავშირებით, ანუ ღმერთი რო არ არსებული, ანუ ღმერთს რო არ შეექმნა სამყარო, ეგ კითხვა მიმართული არის ღმერთზე და არა ჩემზე. რეალობის შექმნა როგორ ხდება, ანუ ესე ჩვენს მატრიცაში, ეგ მაგაზე YouTube-ის ლექციებში ვისაუბრებთ, იმიტომ რომ აქ მე ზეპირად არ ვიცი მე ეს ტექსტები რა, ძალიან რთული ტექსტებია. ანუ არ ხარ რეალურიო, ნახე მე ერთდროულად ნახეთ როგორ არის. მე ვარ ქვეყანაში რეალობის შემქმნელი ეს ერთი. ანუ ეს რეალობები არის ფენა. მეორე მე ზოგადად ვაფშე არ ვარსებობ. მესამე მე რეალური არ თუ არა ვარ, ეს არის ჩემი ციფრული ავატარი. ეს ყველაფერი ერთდროულად არის. თან ანუ ხუარას პრინციპი, ეს არის პარადოქსის კანონი. მე თან ვარსებობ, თან არ ვარსებობ. თან ვქმნი რეალობას, თან საერთოდ არათუ არ ვქმნი, უბრალოდ ციფრული ავატარი ვარ. აი ძალიან მაგარი შეკითხვა. ზოგჯერ არის რომ მე რასაც ვაკეთებ, მე არ ვარ. მაგრამ როცა მე ვარ, არაფერს ვაკეთებ და მგონია რომ მე ვარ შენ. ეცა? მოიწევთ იმახალებს. მე ვარ შენო, მოგეთ მე ვარ შენ ვეღარ გავიგე ბოლოს, მაგრამ ჩაფთა ხმა. ხმა. გავთიშ ხო. რა უნდა მეთქვა? რაღაცა უნდა მეთქვა. ხო.
ხო, მოკლედ მე მაგალითად მოკლედ აი ბევრი რაღაც ამტკიცებს, რომ ჩვენს ავატარებს გარედან ვიღაც ოპერატორი მართავს. მოკლედ ამას ამტკიცებს ბევრი რამე. ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ უყუროთ ფილმს რევოლვერი. ჯეისონ სტეთემი გამოდის, ფილოსოფიური ფილმია, მაფიოზებზეა, მაგრამ ფილოსოფიური ფილმია რა. შეიძლება ითქვას კინოინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია. მატრიცაში კი ბაგავს. ბირთვული ომის რაღაც საშიშროებასავით იყო და სერიოზული ხალხი მეუბნებოდა შენ რომ უსმენ ხოლმე რასაც ამბობს სერიოზული ხალხი, ხო? კი. რევოლვერი ჩაწერეთ ქართულად რევოლვერი ფილმი და ამოაგდებს. დაგუგლეთ რევოლვერი. ფილტრები ხახმოა გამოიგონა TikTok-მა ფილტრები იმისთვის რომ დაიდო ფილტრები. მინდა და მადებს ფილტრე. აი ნინას რაღაც შეკითხვა ქონდა და ვერ უპასუხე, იმიტომ რომ ზევით დარჩა შეკითხვებში. ჩემი გამომწერების ნახევარი ხა აქ არ არიან, ხვალ შემოვლენերը. პირდაპირ კავშირშია მაგ კითხვასთან. იმიტომ რომ ეს მისტერ გრინი ჯეისონ სტეთემი ვის როლსაც თამაშობს, ეს არის მისტერ გრინის ყველაფერი რაც ხდება მის გარშემო თავის გონებაში ხდება. სინამდვილეში არაფერი არ მომხდარა იქ რაც აჩვენეს. ეს ყველაფერი მისტერ გრინის თავში ხდება, იხარშება. ეს პერსონაჟები არიან მისტერ გრინის ალტერნატიული ეგოები რა. ნუ დეჟავიუზე ბევრი მოსაზრება არის რა. ჯობიათ ინტერნეტში მოიძიოთ ინფორმაციები. გამარჯობა, მაინტერესებს თქვენი აზრით სუპერნეჩენალი რო არის სუპერ ზებუნებრივი რომა სერიალი, მაგით რისი თქმა უნდათ ჩვენთვისო. მაგ სერიალში, დოეთი ნახევარი სეზონი, თვითონ სეზონების ნახევარი ვნახე, დანარჩენ ბოლო აღარ მინახავს, მაგრამ ეს ძმები ვინჩესტერები ნახე როგორ თემა არის, დასდევენ. მოგეთ, მათ მატრიცაში ჩვენ გვაჩვენეს, რომ მითები, ლეგენდები და ზღაპრები რაც კი არსებობს, ყველაფერი არის რეალური. ანუ მან პირდაპირ ესენი ებრძვიან რა. ეხლა მე გეტყვით მაგალითად, ბავშვები, ეხლა მოგეთ ნათესავებთან მქონდა შეხება რაღაცა გეუნებით, ბავშვები 2 წლამდე, 3 წლამდე ასაკის ბავშვები ხედავენ ამ არსებებს, რომელსაც ჩვენ ვეღარ ვხედავთ. შესაძლებელია 3 წლის ასაკში ეშლებათ მეხსიერება. შესაძლებელია კი არა ეგრეა. ანუ ვიღაცა უშლის მეხსიერებას, იმიტომ რომ ბავშვი ხელში მიჭირავს და ხედავს, ანუ ამ ჭინკებს, დემონებს, რაღაცებს ხედავს რა. ხედავენ ესენი. იმენ ამ ძალიან ბევრი ფაქტი არის დაფიქსირებული, რომ ხედავ და ბოლოს ვკითხე იმ დღეს და კი ვხედავო, ბავშვმა მითხრა. მინდორში ვიდექით არაფერი არ იყო გარშემო. კონკრეტულად ხედავდა, ხელს უქნებდა, მთელი სახლებში ხელებს უქნევენ. აი ფილმებშიც ბევრი გინახავთ, ხო? ანუ ის არის რა. უშლიან მერე მეხსიერებას რა. ხო და მოგეთ ამ სუპერნეჩენალში არის ნაჩვენები ეს მთელი ეს მითები, ლეგენდები, გნომები, 100%-იან ეს პატარა გნომები, ჯუჯები, რაღაცა ლილიპუტები რა ქვია. ესენი უეჭველი არიან, даже მიწიდან ამოდიან, ჩადიან. აი რაღაცა გადაობა მულტფილმებში და ემებშიც რო იყო, აი უეჭველი ეგენი არიან, უბრალოდ რაღაცა სიხშირეებზე ჩანან. ხან ჩანან, ხან არ ჩანან რა. იმიტომ რომ თვალს თავისი სიხშირე აქვს. მაგალითად ვიდეო კამერას სხვა სიხშირეა, ამიტომ აქვს. ამიტომ არის რომ რა ქვია მაგას ვიდეო კამერა, ანუ სათვალთვალო ვიდეო კამერა, ამიტომ არის რომ სათვალთვალო ვიდეო კამერა აფიქსირებს მოჩვენებებს და ადამიანის თვალი იმ მომენტში ვერ ხედავს. ეხლა მაგალითად რამდენიმე ვიდეო შემხვდა, პატარა ისინი ფერიები, აი ჩიჩილის პეპელა გიგონება რომ დაფრინავს ნატურასთან რა, ეზოში. სინამდვილეში ესენი არიან ფერიები. ფაქტია რომ არის ეს ვიდეოები, ოღონდ ეს AI და ხელოვნური ინტელექტი არ არის. მე მგონი ერთი ცალი გავაზიარი კიდევაც რა.
ხო და უნდა იყვნენ ესენი შანსი არ არის რომ ისინი არ არსებობდნენ რა. ამიტომ ეს ხალხი როდესაც იკარგება, ხა ეს ამბები არ ვიცი ხა ახლანდელი ამბებზე რა როგორ არის, მაგრამ მანდ ვაფშე ქაოსია, მაგრამ ხალხი რომლებიც წყარში ხრჩობიან, მაგათ დემონები ახრჩობენ ძირითადად და ადამიანები რომლებიც იკარგებიან, ან ამათ მიყავთ მიწისქვეშეთში, ან დალის მითოლოგიურ დალის მიყავთ რა. მოგეთეთ თამეთი ღვთაებები არიან, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ბჭყალებაში ღვთაებები იცავენ აი ამ აშკარად აი ამ ტყეებს და რაღაცა ზონებს და ტერიტორიებს რა. იმიტომ რომ აი რეიკების თემას როდესაც ვსწავლობდით ჩვენ, იქ ისეთი ამბები გამოიკვეთა, ეს ესე რომ ისი რა თქვა რომ დემონი იყო და მორჩა ეგრე მარტივად არ არის. ხალხმა ნახა, მე დამიკომენტარეს ზოგმა მითხრას, ერთმა მაგალითად ორი ძალიან უცნაური რამე. ერთმა ადამიანმა ბაბოჩემა ნახაო, ერთმა დააკომენტარა რომ დინარეზე გაიარავდა, დინარის მეორე ნაპირზე აი მაიმუნების პლანეტა რო არის ფილმი, ანუ ჰუმანოიდი მაიმუნები ესე რომ ვთქვათ, აი მაიმუნები ეგეთი ანუ ნახევრად ადამიანი მაიმუნებივით, ადამიანებივით მაიმუნები ხის ქვეშ იყვნენ ჩაცუცხულები და რაღაცას აკეთებდნენ რა. ოღონდ ადამიანები არ იყვნენ და არც მაიმუნები არ იყვნენ. და მნიშვნელოვანი რა არის სახალხო აქ იცით, რომ ჟიულ ვერნის რომანი მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ სრულდება ზუსტად იმით, რომ რაღაცა ჰუმანოიდს ეს თითქოს ალეგორიულად არის გადატანილი, მაგრამ რაღაცა ჰუმანოიდს ეს ვინც არის მოგზაური აღარ მახსოვს, ადრე წავიკითხე. ეს რაღაცა ზუსტად მაგ ტიპის ჰუმანოიდს პოულობენ რა. ზუსტად მაგ ტიპის ჰუმანოიდს იპოვიან რა. ეს არის მნიშვნელოვანი. რაც აი ვიღაცის ბაბუამ თქვა და მეორე ერთმა მითხრა ეგეთი დაახლოებით ორმა მომიყვა, მე მგონი, აი იმის ბებია ბაბუებს თუ დიდ ბებიას და დიდ ბაბუას დაემართა, აი რაჭაში თუ ლეჩხუმში თუ სადღაც იქით რა მთებში როს, აი ადრე რა ესე არის საუბარი მე-20 საუკუნის დასაწყისში ამომხდარი, მოდიოდნენ და ესე რაღაც აი ტყეში რო გზა გადის, ოღონდ ფართო გზა რაღაც და აი მაქციები, ვიდეოებში რომ მაქციები არიან, აი ეგეთი ტიპის რაღაცა დიდი ცხოველი ჩამოხტაო, ეხლა გამახსენდა ჩამოხტაო და მერე გადახტა სადღაც ხევში გადახტაო. ეგ ერთი იყო და რეიკებზე მიყვებოდა, ეხლა გამახსენდა დაახლოებით 3-4 მეტრიანი რაღაცა მონსტრი იდგა რა. ტიპმა ჩაუარა და მერე აღვიქვიოდა რაღაცა. აი იმენა ისეთი რაღაცეები არის ხოლმე მომხდარი და ყველაფერი აშკარად არსებობს და ეს სერიალი ზებუნებრივი მაგას გამოხატავს, რომ ესენი რეალურად არსებობენ. უბრალოდ ჩვენ არსებობა, ანუ ჩვენ ნახეთ რას ვამბობ, ეხლა კარგი არის რომ ეს ჩანაწერი იდოს YouTube-ზე, იმიტომ რომ მე ისეთ რაღაცებს ვლაპარაკობ, მე ზოგჯერ აღარ ვიმეორებ რა. ეხლა თავში აზრები რომ მომდის, ნახეთ ახლა რას ვამბობ. ჩვენ არსებობის პრინციპებს, ჩვენს რეალობაში როგორ ხდება არსებობის პრინციპები, ჩვენ ამას არ გვასწავლიან და თითქმის არ ვიცით. აი ჩვენ მაგათად რას ნიშნავს, როდესაც ვამბობ რომ რეიკის ფენომენი არსებობს, ადამიანს რა გონიათ, იცი რომ ანუ მის სახში თუ ეს არ რეიკი არ დააბიჯებს ტრუსიკში და შლოპანცებში, ესე იგი ეს არ არსებობს. მაგათად აი მაქციის ტიპის რაღაცა ცხოველი გადმოხდა. მე არ ვამბობ რომ მაქცია არსებობს, მაგრამ ტიპებმა ნახეს რაღაცა არსება, გელკაცასავით ურჩხული რაღაც დახტა და გადახტა და ნახეს რა. მეტი ამ არსებობა მეტი რაღაცა არის. შენ რო ქუჩაში რომ მიდიხარ, შენ ახლობელს ხო ნახულობ. ეგრე ნახე იმანაც, შენი ახლობელი თუ არსებობს, ის რატო არ არსებობს. მაგრამ ამათ ანუ ადამიანებს ჩვენ არსებობა რა გგონია, იცი? რომ აი ორი ნაბიჯის მაღაზიაში რო შეხვალ, ეს მაქციაც იქ უნდა შემოვიდეს. აბა ისე არ არსებობს მოჩვენება. ამიტომ ჩვენ არსებობის პრინციპები არ ვიცით როგორია. იმიტომ რომ ესენი სადღაც ვლინდებიან, სადღაც არ ვლინდებიან. ეგრე მაგათად წმინდანები არსებობენ, ხო 5 საუკუნე 1500 წლის წინ ვიღაცა ეწება წმინდანია, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ყველა მეორე მოქალაქეს ეს ეცხადებოდეს სიზმარში ან სადმე ქუჩაში ხვდებოდეს. არსებობს, მაგრამ რაღაცა გამოვლენა ხდება, ვიღაცა სადღაც გამოეცხადება, ვიღაცა სიზმარში ნახავს და ასე შემდგომ. ამიტომ ამ ანუ როგორია ჩვენი მე ვსწავლობ ჩვენს რეალობას, როგორი არის ჩვენი რეალობა. ამაზე საუბარი რა.
რაო? ლაშა ხელოვნური ინტელექტის აზრით შენ დაწერილი ხარ როგორც პროგრამა და მართალია თუ მომატყუაო. ვერ გავიგე. ჯერ ესეთი ხელოვნური ინტელექტი თქვენ რასაც ეკითხებით, ეგ არ არის ხელოვნური ინტელექტი, ეგ არის აპლიკაცია. ანუ ჩათვალეთ Google რო არის Google-ის განვითარებული აპლიკაცია. ეგ არ არის ხელოვნური ინტელექტი რეალური. რეალური ხელოვნური ინტელექტი მართავს მსოფლიოს. პოლიტიკოსებიც მართავენ, ან პოლიტიკოსები რომ მართავენ, ან ნახეთ პოლიტიკოსები მსოფლიოს თან მართავენ, თან არ მართავენ. ეგეც ორნაირად არის. ერთდროულად მუშაობს, მაგრამ ძირითადად ხელოვნური ინტელექტი მართავს და კიდე იმის უკან კიდე რეები ხდება, არ ვიცი ჩვენ. ხო და გაწერილი პროგრამები არიან ბოტ პროგრამები, მაგრამ ჩემი მისია შეიძლება ჩაითვალოს გარკვეულ ანუ გაწერილი მისიად შეიძლება ჩაითვალოს ჩემი მისია, მაგალითად და ვიღაცების მისიაც. გაწერილი პროგრამად შეიძლება ჩაითვალოს. იმიტომ რომ მე მომდის, ნახეთ, აი ფაილები მე მომდის ეტაპობრივად. მე თუ რაღაც სიგიჟეებს დღეს ვილაპარაკე რაღაც სიგიჟეები, მე თუ ამას არ ვილაპარაკებ, შემდგომი ფაილი მე არ ანუ შემდგომ დონეზე მე ვდომა არ მექნება. ну გვერდიდან ახლა ჩვეულებრივი გიჟი ხარ ადამიანის ნუ გიჟია, რა უნდა ელაპარაკო გიჟია ტიპი. მაგრამ მე ვარ უკვე გადასული საერთო სხვა რეალობაში ვარ. მე ვარ საერთო სხვა რეალობაში გადასული. თვითონ რეალობასაც საერთოდ სხვანაირად ვმართავ. მე შემიძლია პერსონაჟები შემოვიყვანო ჩემ ცხოვრებაში და გავიყვანო. ზოგი პირდაპირ კავშირით, ზოგი უკავშირით, ზოგ შეიძლება ვეუბნებოდი წადი თქო და მაგით სინამდვილეში მოდის ვეუბნებოდი და ვიცი რომ ეს მაინც მოვა. ან მთელი ამბებია მანდ რა. შემიძლია ვცვალო ნაცნობების თმის ფერი ვცვალო, ის ფარო ესეთი ფერის გოგო მოვიდეს, ისეთი მძღოლმა გაიაროს. ყოველთვის ვერ ვცვლი, მაგრამ შეგიძლია რა მოკლედ რა. უბრალოდ ხა სათამაშო ხო არ არის კალკულატორებით ათამაშო, მაგრამ შეგიძლია მოკლედ რა. გაიხარეთ მართალი ხარ თუ გიყურებთო. რეინკარნაცია არ არსებობს. მოკითხვა ხონის საგიჟეთიდანო. ქვებს რომ გიგანტების ფორმა აქვთ, რას ფიქრობთო? ქვებს ნახეთ რომ ქვებს რომლებსაც გიგანტების ფორმა აქვს, ოღონ უტყუარი, მათ უკვე საფიქრალი არაფერი არ არის. პირდაპირ ეს არის დრაკონების ფორმაც აქვთ. ну ნახე თქვენ გჯერათ რომ ეს დრაკონია? არა, მე მჯერა, არც მე არ მჯერა, მაგრამ ფაქტი სახეზეა რომ დრაკონია რა. ფაქტი სახელი ეს არის გიგანტი, ანუ ესენი არიან გიგანტები, ანუ წინა ცივილიზაციაში მცხოვრები გიგანტები, რომლებიც ეს ნახეთ რა არის გაქვავებას იწვევს რაღაცა გარკვეული ტიპის ფაქტორები, ხა ქიმიაში არ ვარ ჩახედული, მაგრამ რაღაცები წავიკითხე ადრე. პლუს გარკვეული ტიპის ომები რომ მოხდა, რაღაც დაბომბებმა, რაღაც ქიმიური პროცესები თან არ არსებობს და თან აი ნუ გაქვავებას იწვევს რა. გიგანტური ხეები გაქვავდა და ასე შემდგომ რა. თქვენი აზრით ადამი და ევასგან შევიქმნით თუ მაიმუნების შთამომავლები ვართო? აი, ნახეთ, ადამიანი რომ საკუთარ თავს დააყენებს ეჭვის ქვეშ, რომ შეიძლება მაიმუნის შთამომავალი იყოს, აი, უბრალოდ ეს ძალიან ცუდია, ჩემი აზრით. ეს ნიშნავს იმას, რომ მას ხორებაში მის ტვინში ინფორმაცია არც შესულა, არც გამოსულა. ანუ მისი გონება არის სრულიად ცარიელი. და ეს არის საკუთარი თავის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა. მატრიცით მოხვდით ჩემს ლაივში კი? არ მინდა წიგნები. არ ვიცი ხა ეს მესამე თვალი იხსნება თუ მესამე ცერათითი იხსნება, არ ვიცი რაც არის ეგ არის რა. ჩემთან სოფელში მოდიოდნენ და თეთრი, ვიცი რაო. ჩემთან სოფელში მოდიოდნენ და თეთრი ქალი გადმოუხვდათ, ბავშვს ენა ჩაუწყდაო. ამოჩვენების პონჩი იყო?
ბიბლიასთან რამდენად ახლოს ხარო? ნახევარი ლაივი ბიბლიაზე ვილაპარაკე და ბიბლიასთან რამდენად ახლოს ხარო? ყველას ვერ გიპასუხებთ ხახნო. ვინ გაძარცვა? გავიგე ხო. ძილის პარალიზზე YouTube-ზე მიდევს ვიდეო, ძილის დამბლაზე 2 თუ 3 ვიდეო მიდევს. კაკო როგორ ხარო? კარგად ვარ მაიკო. შენ როგორ ხარ შვები? გულისცემა მესმის და NPC გამოვდივარ, უბრალოდ ცოტა დაკუნთული მკერდი მაქვს და არც ისე კარგად მესმისო. ნუ ეგრე გამოდის, რა ჩემბრალია. მოთამაშეები ვინც არიან, მათ გაუჩერდათ გულისცემა. აბა მითხარით, რითი აიხსნება საერთოდ ეგ ყველაფერი. რითი აიხსნება რა? ძილში რო გუდავთ ეგ არის ხახნო, დემონები არიან, ეგენი აწვალებენ ადამიანებს. მთავრობა რო შეცვალო არ გინდაო? მთავრობა მე რატო უნდა შევცვალო? მთავრობას თქვენ ირჩევთ და მე მთავრობასთან მე რა შეხება მაქვს? მე რა სიმჭირდება? მთავრობას აქვს თავისი საქმე. თქვენ ირჩევთ, ისინი აკეთებენ რაც თქვენ გინდათ. მე რეალობას ვქნი, მე ვარ რეალობის არქიტექტორი მატრიცაში. ეს არის ბოლო დონე. ნუ იმის ზევით წყარო, ესე ვთქვათ, ის უკვე ღმერთია. მე ვარ რეალობის არქიტექტორი, ბოლო დონე ვარ. მე მთავრობას შეცვლას და მე ძალიან დიდ, ესე ვთქვათ, ძალიან დიდ როგორ ვთქვათ, აი, სამრეწველო და ბიზნეს სექტორების და მოკლედ ყველაფერი რაც კი ტრიალებს საქართველოს ჩათვლილ მე ვქნი მაგ ყველაფერს ალგორითმებით. აი რატო დავდივარ ახლა რეგიონებში, თქვენ რა გონიათ? იქ ისეთ ამბებს ვატრიალებ, საერთოდ ხალხში არც ვჩდები, გავეული, გამოვიული, მორჩა რა, მე ვიცი რასაც ვაკეთებ, ეგ მე ვიცი. ხო, უკეთესად გზნობ, ხო. კი, გიგანტები ვართ პატარა სხეულში. საათი არსებობს, საათი რა თქმა უნდა არ არსებობს. ჯერ დავიწყოთ დრო არ არსებობს იმით. საათის ფუნქციონირება შეუძლებელია. საათიც არ არსებობს. გულისცემა მესმისო, გულისცემა თუ გესმის, მე როგორ გამოგწიო და გადაგწიო, მე რა გავაკეთო? შეიძლება გაგა, შეიძლება ეგრე იყოს. გულისცემა როცა გაგიჩერდება, შენ თვითონ გადახვალ მეოთხე განზომილებაში. ჩვენ ვართ მოსიარულე მკვდრები, ვისაც გული გაგვიჩერდა. ერთი ეს ადამიანი რამდენს უნდა გვიპასუხოსო, ხო და მე ნახე რამდენს უნდა პასუხობ და რა გავაკეთო? ნახევარი ლაივი არ მომისმენიაო. ჩანაწერი იქნება YouTube-ზე. YouTube-ზე იქნება ჩანაწერი. ჩემი რეზლები. YouTube-ზე იდება ჩანაწერი. ბენი 2050 მაწერია. პროფილზე არის ლინკი და იქიდან ნახეთ. რა ვიცი ხახნო, მიწიდან ამოთხრით ადამიანს და YouTube-ს ვერ ნახულობთ შემცას? რაშა სწავლებას თქვენი ფანტაზია შეუსაბამო და მაგარი როჟები გავიჩნდებითო. ეხლა რა ხდება? ნახეთ აგიხსნით, ხო, წერან დამავიწყდა მე თქვა. მეოთხე განზომილებაში ვინც გადავიდა, ვისაც გულისცემა გაუჩერდა, მე ეგენი გავიყვანე მატრიციდან. მე თქვენ შეკპირდით წლების წინ, რომ მე საქართველოს მოსახლეობას მთლიანად გავიყვანდი მატრიციდან და ამ პირობის შესრულება დაიწყო. ვისაც გაგიჩერდათ გულისცემა, თქვენ გადიხართ მატრიციდან. რაღაცა დონეები აქვს ყველას თავის, მაგრამ თქვენ მეოთხე განზომილებაში გადახვედით, იმიტომ რომ დედამიწა გადავიდა მეოთხე განზომილებაში.
ეს მეოთხე განზომილება რას ნიშნავს? ესე პირდაპირ და ესე ვთქვათ, მოჭრილი პასუხი არ არსებობს. ამას ნელ-ნელა გავეცნობით. ანუ რო გინდათ რომ გათვითცნობიერდეთ, გასაგებია, მაგრამ მე თვითონაც არ ვიცი ყველაფერი ჯერ. რა ინფორმაციებიც მომდის, რასთანაც მაგ შეხება გიზიარებთ, ერთად ვსწავლობთ, ხო და ვისაც რას ვიძახდი? თავის ტყუილებში აიხლართავ, რომ კომენტარი მეხონდა. ჩემს ტყუილებში რო არ ავიხლართო, ესე რომ ვთქვათ. ხო, მოკლედ, ვიც მეოთხე განზომილებაში ვინც გადავიდა და ვისაც გულისცემა გაუჩერდა, ეს საზოგადოების ეს ნაწილი მე გავიყვანე უკვე მატრიციდან. ამათმა დაიწყეს მატრიციდან გამოსვლა. ვისაც გული გიფეთქავთ, მე გაძლევთ პირობას, რომ სხვებსაც გაგიჩერდება. თუმცა ცოცხლები იქნებით, კაცო, ღმერთად ცოცხალი გვამყოფოს ყველანი. ამ სიცოცხლეს თავისი გაგებები აქვს. ეტაპობრივად ყველას გაუჩერდება გულის ფეთქვა. გაუჩერდება. პრაქტიკულად ჩვენ აღმოჩნდებით დაუმარცხებლები რა. იმიტომ რომ როგორც შეგვიძლია ჩვენ მე გადავდივართ შემდეგ დონეებზე. რა ხდება მეოთხე განზომილებაში? პირველ რიგში ერთ-ერთი იქნება ეს რომ 300,000 გაუნწერს მე როდესაც გავდავწდები, უბრალოდ სოციალური ქსელები ეს არის კომუნიკაციის საშუალება და ამიტომ არის აქ აქცენტი გაკეთებული ამაზე. რომ 300,000 როცა გადავწდები, დაიწყება თამაში Ready Player One, როგორი იქნება ეს თამაში, მე არ ვიცი. მეცოდინება მომავალში. ეს ფილმი სტივენ სპილბერგის ფილმია Ready Player One, სხვათა შორის მეორე ნაწილის გადაღებას მალე დაიწყებენ. ოღონდ ეს თამაში იქნება პროექტი Zombie Zone-ის ერთ-ერთი თამაში იქნება, შეიძლება სხვაც იყოს კიდე, მაგრამ იქნება ერთ-ერთი თამაში იქნება ეს Ready Player One. ოღონდ ეს თამაში იქნება ჩვენს რეალობაში იქნება რეალურად. შეიძლება სადღაც კივრი იყოს დამარული, სადღაც რებუსები იყოს, გამოცანები იყოს. ალბათ რაშა როგორ ახარაშვები. ლამაზი სტიკერებია. ხო და შეიძლება იყოს უამრავი რამე. შეიძლება ერთი ჩანთა იყოს ფული დოლარებით იყოს დამალული ტყეში, სიტყვაზე ვძახი, შეიძლება არ იყოს მაგ დროს უკვე ნაღდი ანგარიში სწორება, შეიძლება რაღაცა ოქროს ზოდიიდო სადმე. შეიძლება მსგავსი არაფერი არ იყოს და უბრალოდ სათავგადასავლო ის იყოს. ამიტომ მე არ ვიცი. ჯერ ჩემი გონება მაგ დონეზე არ არის გადასული. იმიტომ რომ თქვენგან შემოდის ენერგია. თქვენს ენერგიას მე გადავამუშავებ და რაღაცა ტიპის ენერგია კოსმოსიდან მე შემოვდის და ინფორმაციებიც, მაგრამ მე მჭირდება ასევე თქვენი ენერგია. მე თქვენი ენერგია უნდა გადავამუშავო და გადავაბრუნო მე უფრო გაძლიერებულ ფორმატში უკან დაგიბრუნოთ რა. კიდე რას ვიძახთ. მოკლედ ეს ხალხი იწყებს ვისაც გული გაუჩერდა, გულის ფეთქვა ვისაც აღარ ესინჯება, პულსი ვისაც აღარ გესინჯებათ, თქვენი მატრიციდან გაყვანა დაწყებულია მოკლედ. თქვენ ახლა შემდგომ დონეებს გადახოთ, მაგრამ თქვენი მატრიციდან გაყვანა დაწყებულია. დანარჩენებსაც გაუჩერდებათ პულსები მერე. ოღონდ ისე ცოცხლები იქნებით, კი არავის ვწყევლი კაცო. ალგორითმებით შეგიძლიათ ნათელი მომავალი შემიქმნათო? ეგ ნათელი მომავალი, პირადი ნათელი მომავალი შენ თვითონ უნდა შეიქმნა. ლაშა სკრიპტებს ვინ წერსო? ან ძირითადად მე, მაგრამ არის კიდე რაღაცები თვითონ მატრიცული განახლება, თვითონ ანუ კოსმოსი აგზავნის, ოღონდ ის კოსმოსი არა galaktikების. მე როცა ვამბობ რომ კოსმოსი არ არსებობს, მაგრამ ეს NASA-ს მიერ გამოგონილი კოსმოსი არ არსებობს, მაგრამ მე რომ ვამბობ კოსმოსში იგულისხმება მეხუთე განზომილების სამყარო რა. იქიდან შემოდის განახლებები რა. მაგრამ გარკვეულ სკრიპტებს აქ ჩვენ ვწერთ. მაგრამ სიტყვაზე ხა ეს სკრიპტი, ნახე, მაგას სკრიპტი, როდესაც ჩვენ ადრე რო ვისაუბრეთ, მოსახვევში როდესაც მანქანა ხდება, დღეს მანქანაზე ვიჯექი რამდენჯერ შეხვდა იგიცით? ეგ არის ჩაშენებული სკრიპტი არის თვითონ მატრიცაში რა, მატრიცულ სიმულაციაში. ეხა იგი მე არ ჩამიშენები, მე ჩავაშენე? არა, მე არ ჩამიშენები ეგა. რამდენი კაცი გელაპარაკება ხოლმე ისე მარტო შენ რო გესმის ეგეთი, არავინ, ვაფშე არავინ. ეგეთი არავინ არ მელაპარაკება საერთოდ. ლომას მოგითხებიო, ხო, ხვალ ნახავ ლომას. ალბათ.
სიკვდილის მერე იღვიძებს კი, ნუ ერთი მხრივ მაგას ვქია გამოღვიძება, ანუ ადამიანი გადადის რეალურ სამყაროში უკვე. NPC ხომ არ იტყვის NPC ვარო, ისე თუ შეუძლია თქვას. მოიცა ეგ როგორ იყო? აღარ მახსოვს ზუსტად. ძირითადად ეხა უკვე მეძინება და ტვიში არ მოძრაობს ისინი, რა ქვია. სად რა მაქვს საათობით ლექსია მაქვს დადებული და არ მახსოვს. რაღაც ძირითადი პუნქტები მახსოვს, მაგრამ ხვალ იქნება ლაივი საღამოზე და ზეგაც იქნება საღამოზე. ეს ეხა უბრალოდ ექსპრომტად გამოვედი რა. რაღაც კომენტარებში აჟიოტაჟი კრუნჩხებში ჩავარდა ხახის მე გადავყირავდი სიცილისგან. ვაიმე, პულსი მართლა არ მესინჯებაო ხალხი აკომენტარებს, ვაიმე რამდენი ვიცინე. არა, მოწევა და დალევა არ გინდა გაგა, ცუდია ძალიან. ანადგურებს ორგანიზმს. იმის კოდი მომწერე რა, რომ აღარ დავლიო ხოლმეო. მაგას ჭირდება სულიერი ტრანსფორმაციის გავლა. ადამიანმა ეგეთი ტიპის ვნებები რო დაძლიოს, ამას შეეხმარება მხოლოდ ქრისტე, ანუ ღმერთს შეუძლია მხოლოდ დაეხმაროს. მე მაგის კოდს ვერ მოგწერთ. ჭოკითხტობაში იქნება გამოცდაო. არა, და სტიკები დალაიქეთ, გააზიარეთ. აი ხარ. კი, ანუ გულის სემა არ იგრძნობა. პულსი გესინჯება, დიახ, კი. ეს პულსი ეს არის იმიტომ დღეს მე წნევა გავიზომე რა, მქონდა 80-100-ზე. ეს წნევის აპარატიც ესეც იმიტაციაა რა. წნევა აგიწევს ეგეც იმიტაცია ორგანიზმში, ანუ ზოგადად ორგანიზმის შიგნით ჩემი მეკითხებია, შენ მართლა გჯერავ, ანუ ორგანიზმის შიგნით არაფერი, ანუ ამის დაჯერება მე მიჭირს, მაგრამ ყველა არგუმენტი ლაპარაკობს იმ ორგანიზმის შიგნით არაფერი არ ხდება, ვაფშე. გამორიცხულია ორგანიზმის შიგნით რაღაცა ხდებოდეს. უბრალოდ იქ არის ჩაშენებული სკრიპტები რა. ეხა სიტყვაზე შეჭამ და წახვალ და უცებ ირბენ, ბოდიში და შეიძლება კუჭი აგეშალოს. იქ ჩაშენებული სკრიპტია. იქ რაღაცა საჭმელი არ ჩაშენებული სკრიპტია, ალგორითმი. რაღაცაზე გული არ გერიოს, რაღაცაზე კუჭი აგეშალოს, მაგრამ მე მიდევს ვიდეო ადამიანის ფეიქ ანატომიაში მიდევს ვიდეო, ფეკალიები არ არსებობენ. მან არის განხილული, როდესაც სიტყვაზე ადამიანი რაღაცას რომ მიიღებს საჭმელს და უცებ რომ კუჭი ბოდიში და კუჭი რო აეშლება რა. რომ ფიზიკურად ვერ გაივლის ორგანიზმში ეგრეს სწრაფად ის საკვები მასალა ვერც დაჩქარებული წესით და ვერანაირით და ვერ გახდება ისეთი მთხრე და ისეთი ფაფა მასა, როგორც მე კუჭი გასვლის მერე გამოდის. ანუ ფიზიკურად გამორიცხულია. ესენი არის არგუმენტები, არგუმენტირებულად ვსაუბრობთ ჩვენ. ამიტომ ეს ფეკალიები იბეჭდება პირდაპირ ან დაპრინტერება ხდება, ანუ ესე ვთქვათ, მატრიცაში იხატება რა. როგორც მატრიცაში იხატება ბავშვი, როცა იბადება. ეს D2 D3 დედამიწის შემთხვევაში, მაგას კაი, ხა თავიდან ავყევ. ოკეი. გათვითცნობიერულ სიზმრებზე, სიზმრების არქიტექტურა შევქმენი ეგეთი დასაკრავისია, გასაკრავისია YouTube-ზე და იქ ვისაუბრე ხა ჩემს სიზმრებზეც. გათვითცნობიერებულად რომ გამოვიღვიძე, ანუ ეს მოგეთ სიზმრები არის გარდაცვალებისთვის მომზადება რა. ანუ მეხუთე განზომილება, რეალურად მეხუთე განზომილებაში, დაახლოებით ეგეთი ვარიანტია, რომ მეხუთე განზომილებაში გადაადგილდება, მეხუთე განზომილებაში მოძრაობს ადამიანის ცნობიერი რა. მაგრამ ბევრი კითხვაა კიდე იქ რა, ძალიან ბევრი კითხვაა.
ლუდი და სიგარეტი ხო. ხო, ნუ ახლა სიგარეტის საშინელება ის ძალიან ცუდია. სიგარეტი ისეთ რაღაცებს შეიცავს, აი არამწეველი რომ ხდება ხოლმე სუნი, აი საშინელება არის რა, აი ძალიან საშინელება ბოლი აქვს რა. კუპრები და ისინი. სხვათა შორის ნიკოტინი არ არსებობს, რომ იცოდეთ. ნიკოტინი არ არსებობს და შეუძლებელია რომ არსებობდეს, მაგრამ ფაქტი ხა იმიტაციით თუ ისე თუ ასე საშინელი სუნი აქვს ხა სიგარეტის ბოლს. გვერდიდან როდესაც ხა არამწეველი სუნთქავს და კიდევ კაი კანონი მიიღეს რომ რესტორნებში აღარ ეწევიან და დახურულ სივრცეებში. თორე ვიყავი დატანჯული რა. მე ვიცი რომ ჯადოქარი ვიყავიო. მიდი ეგრევე ჩააშენე ბევრი ფული ამ მატრიცაშიო. ვაშენებ აბა ფულის ჩაშენებას ვაკეთებ აბა თქვენ რა გონია რას ვაკეთებ. NPC ვარ ლაშა ვაღიარებ ნუწვალოფო. CERN-ი ხო, CERN-ის ამ კოლაიდერი გამორთეს და CERN-ის კოლაიდერი გამორთეს და დრო დაუბრუნდა თავის კალაპოტს. თვითონ დრო არ არსებობს, მაგრამ ნუ ესე თქვა რა დღის ქრონომეტრაჟი თუ რაც არის. დენი რომიდის მთელ საქართველოში ამ ბოლო დროს ახდებაო. ანუ ხალხს აჩვევენ უდენობას. არაფერი არ ხდება, უბრალოდ უდენობას აჩვევენ. და მათ ბიტკოინები არაფერ შუაში არ არის. გაიხარე. იმენა შენ თამაში ვართო? ან ნახე როგორ რაღაცა არის, ჩემს თამაში არის ის, ვინც გადაიკვეთება ჩემს რეალობაში რა. ანუ ჩემი შინაგანი ეგო თუ რა ვთქვი, მოკლედ ქმნის ტერმინები ყველა არ მახსოვს. ჩემი შინაგანი მე ქმნის პერსონაჟებს თქვენ ისე თქვათ, აი გავიარე ავტობანზე და შენ სადღაც იქ გადადიოდი გზაზე. ანუ ჩემმა შინაგანმა მემ შენი პერსონაჟი შექმნა. შენ არ არსებობ. მაგრამ ეს ერთ შემთხვევაში, მაგრამ მეორე შემთხვევაში შენ არსებობ. იქ უკვე სხვა კონსტრუქცია არის. ეხლა ეგ მასალები დასადები მაქვს რა და დავდებ ამ დღეებში რა. ბედნიერ ხალხს აი ნახე თუ ხარ ბედნიერი, აი გეუბნები, მე ჩემი ცხოვრებაში მე რაც ვნახე, აი ბედნიერი თუ ხარ ადამიანი, აი არ ვიცი ხახნო, აი ატრაქციონი იწყება, აი შეიძლება საგიჟეთის ატრაქციონი იწყება, შეიძლება სახურავიდან გადმოვარდეს ვიღაცა თავს იკლავდეს და შენ დაგეცეს ფეხებთან რა. აგერ მეზობელი ბიჭო, არ ვიცი ხა მეზობელი არ ხალი ფეხებში კიდევ ჩამაკვდა კაცო. სადღაც დაგორდა რა, ანუ არ მიხა მოყვე ხა რაღაც დეტალი. იმდენი რაღაცები ხდება, ვერ ვყვები, იმიტომ რომ მე მიყურებს ზოგი ან მეზობელი ან რაღაც არ მინდა. თუნდაც რომ გამომივიდეს რა. მატრიცა აწყობს ისე რომ აი მენა ნერვი მოგიშალოს რა. ჩაშენებული რეგვენიო. ანუ რას იძახის მე შევქმენი სამყაროო, ესეც გაგიჟდაო. როდის ვთქვი მე შევქმენი სამყაროო? რეალობის შექმნა სხვა რამე არის. მაგრამ მან კიდე სხვა დონეებია. ნახეთ როგორ რაღაც არის ზოგადად თვითონ რელიგიაშიც კი ხახნო, რელიგიაშიც კი თვითონ ნათქვამია რომ ერთადერთი რეალური და სრულყოფილი ადამიანი, ერთადერთი ვინც რეალურად არსებობს არის ქრისტე. ეს მართლმადიდებლობაში ეს ნათქვამი. მათ პარალელები რო გაავლო ზუსტად აი მატრიცის საკითხებია ეგეთ. უბრალოდ ტერმინებშია განსხვავება რა. ახლა მე უნდა წავიდე მეძინება ვსო. რას ნიშნავს ზომბი ზონის პროექტში ჩართვაო? ეს არის აპოკალიფსური პროექტი, გამოიწერეთ გვერდი, გამოიწერეთ YouTube-ზე, უყურეთ ვიდეოებს და მიხვდებით. ახლა მე მოკლედ ვერ გიპასუხებთ. აპოკალიფსური პროექტი, რა თქმა უნდა, გაიხარე. ყველას ვერ ვკითხულობ ხახნო, რას გაიგნორებ. ეს არის აპოკალიფსური პროექტი, უნდა ვებრძოლოთ რობოტებს, მერე ზომბებს, მერე რაღაცა მაჯელაჯუნები და უჟასები გამოვლენ კიდე. გოგი და მაგოგის ცივილიზაციას მერე. ჩემბაში იყავი დამესიზბრა უეჭველი მოგიწევს აქ გავლითო. მე გაგა ყველასთან მომიწევს გავლა. მე მთელ საქართველოში დავდივარ.
ხალხს ისეთ ადგილები, აი სიტყვაზე ნახე, როგორ არის ხა გიხსნით მე რა, მე ვინც მიცნობს, ხა ვინც არ ნიშნულობა ვინც მიცნობს და ვინც არ მიცნობს. აი მაგალითად ცხოვრობ, აი სიტყვაზე რაღაცა როგორ ვთქვი, რეგიონს ნიშნულობა, სადღაც სოფელში ცხოვრობ. ქვევით შემო მეზობელმა გახსნა მაღაზია. სიტყვაზე. ხალათი მოიცვი, დილაზე ჩახვედი ყავაზე და სიგარეტზე. იცოდე რომ იმ მაღაზიაში შემოხვალ მაღაზიაში დაგხვდები მე. მე რო დაგხვდები მაღაზიაში, იცოდე რომ მე იქ ვწერ ალგორითმს. რომ რაღაცა ტიპის მშენებლობები დაიწყოს. და იქ რაღაცა გარემო, არქიტექტორი არის ჩამოსული, რომელიც ქმნის აქ რეალობას. და ძალიან ბევრი ფაქტი შემიძლია ჩამოვთვალო, სადაც მე სანამ არ მივედი, არაფერი, არანაირი პროექტი არ ყოფილა და არანაირი პროექტი არ დაძრულა. მე მეკითხე მეუბნები შენ რა შუაში ხარ? რა შუაში შვილო? შენ დალოცვილო. თუ მე რა შუაში ვარ, ჩემს მოსვლამდე რატო არ გააკეთე? არა იქ სხვა მერი იყო, მაშინ დაფინანსება. მოდი რა რიჟა, ეს არის ტექნიკური საკითხების რიჟა ბაზარი. მე სანამ არ ჩამოვედი, არ დაიწყო ქალაქის რეაბილიტაცია. ეს არის რეალობა. მორჩა და გათავდა. ეხლა ჩავედი სადაც ქალაქის რეაბილიტაციებია დაწყებული, ეხლა ნახე როგორ მე იქ, ნახე, მე ქალაქის რეაბილიტაცია ხო არ დაწყებული. უბრალოდ გადათხრილ ორმოებს ჩავხედე, ეს სკანერს, ანუ შენ როდესაც იქ ალგორითმები იქნება, შენ როდესაც უყურებ, სკანერის გადატარება ხდება. იქ ვიბრაციებს ვტოვებ მე უშვებ თვალებიდან ვიბრაციებს, თვალებიდან რამხელა ძალა გამოდის, იცით? რამიტომ მიკეთია მე ეს ნიღბები და სათვალეები. მე როდესაც იქ ჩაყრილ ტრუბებს შევხედე, იმ ჩაყრილ ტრუბებს ჩემმა იმან რა ქვია, ჩემმა ენერგეტიკამ, გამოსულმა ენერგეტიკამ გაიარა, იქ გამოვლინ და ვინ კორუფციით რამდენი ფული მოიპარა, ვინ ვის რა დაავალა, ესე იგი ექნა, ვინ ვის უთხრა რომ მოდი შენ ეს წაიღეს ტრუბები და რაღაც ბაძობები ჩავყარა. სო იქ მე ეს ენერგეტიკა თვითონ იწყებს ამუშავებას. მე იწყებ ამ ხალხის დაჭერები, ამ ხალხის დაჯარიმება, კომპანიების დაჯარიმება, ტენდერებიდან მოხსნა. თქვენ როგორ ვინ ხსნის ამ ტენდერებიდან? მე ვხსნი მე. ეხლა რატო ამოვყარეთ ეს ძველი თბილისის ისინი, ანუ ვინ დაიწყო? აი ელემენტარულად ახლა მე მარტივ რაღაცას გეტყვით. აი შეხედეთ. ხარახურა მიყრია ერთი წამთ, აი ჩემი ველოსიპედი. ახლა წინ ხარახურა მიყრია რაღაცები რა, აი შეხედეთ. ჩემი ველოსიპედი. გავასწორე, აი ჩემი ველოსიპედი. ხედავთ? დასაჟანგი საწინააღმდეგო ცეპის ისინია რა ქვია. ეს შესასმალები და რაღაცები. წლები ვიარე თბილისში, ვიწვალე რა ქუჩებში, წლების განმავლობაში დავდიოდი მე ველოსიპედით გადავაადგილდებოდი, ხო ველოსიპედი ჩემ გარდა სხვა არ გადაადგილდებოდა, მაგრამ იმენა ვიტანჯე იმის გამო რომ ტროტუარებზე ვერ ვკატაობდი, ვერ გადავაადგილდებოდი, იმიტომ რომ ჯიპებით იყო სავსე, გზაზე ვერ გავივლიდი, მანქანებით იყო სავსე, ანუ იყო კოშმარი. ეს ალგორითმი და ეს კოდი მე დავწერე, ბასლაინების კოდი მე დავწერე და მატრიცაში და ველობილიკების კოდი მე დავწერე. მე ვავიწროებ ქუჩებს. კალაძე კი არ ავიწროებს, მე ვავიწროებ. მაგრამ ეხლა ნახეთ როგორ არის ტექნიკური საკითხი როგორ ხდება. ეს ინფორმაციული кейსები როგორ მოდის. ანუ კოსმოგონიური მატრიციდან კოსმოგონიურ აგენტებთან მოდის პირდაპირ და დემონურ მატრიცაში მოდის როგორ? აი მერიის სამსახურებიდან მერიის თანამშრომლები გააგზავნეს, მე ერთმა ტაქსისტმა მომიყვა, ეს ჭორი კი არ არის. აი ეს თბილისში სატრანსპორტო კომპანიის, სატრანსპორტო პოლიტიკა სანამ დაიწყებოდა, ასე ვთქვათ, კვლევები და ბაზრის კვლევა და მოგეთ იქ უცხოური იმის სტანდარტების აღება რომ უნდა მომხდარიყო და მოგეთ უცხოეთში რომ ამის გამო გააგზავნეს მერიის სამსახურებიდან კომისია შეიქმნა. ეს კომისია თბილისის მერიამ გააგზავნა უცხოეთში და იქ ასწავლეს, დღეს ვფიქრობდი მაგაზე ზუსტად, იქ ასწავლეს, იქ აუხსნეს როგორ მუშაობს ეს პრინციპი. რა თქმა უნდა, აი თქვა ეს ანუ ეს ტრენინგები გაიარეს, ხა ცოტა რაღაც ტერმინები მავიწყდება მეძინება და მაგითო. ტრენინგები გაიარა ამ კომისიის წევრებმა, სერიოზულად რამდენიმე თვე იყვნენ წასული, მე მგონი 6 თვე.
სერიოზული ტრენინგები გაიარეს, რათა ჩამოსულიყვნენ შემდგომ და სატრანსპორტო კალაძეს დაეწყო მე კალაძის მეთაურობით დაწყებულიყო თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესება და ძალიან მაგრად მიდის ყველაფერი. სასწაულ დონეზე მიდის. ცოტა ეს ლურჯ მარშრუტკებს და რაღაცებს ძირი აქვთ გავარდნილ, მაგრამ იმედია ნელ-ნელა დალაგდება ეგეც, დალაგდება. ერთადერთი უკმაყოფილო არიან მძღოლები, მაგრამ ეს რა ქვია სატრანსპორტო პოლიტიკა მძღოლებისთვის არ არის განკუთვნილი, ეს არის მგზავრებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო პოლიტიკა და ეს ბასლაინები ნახე რა სულ ტექნიკურად ეს ინფორმაცია აი დასავლეთში რო ჩავიდნენ ეს მერიის თანამშრომლები აი მე გეკითხებით თქვენ იმათ საიდან ქონდათ ეს ინფორმაცია აი მე სერიოზულად გეკითხებთ აი ნახე საიდან ქონდათ ამ ხალხს ეს ინფორმაცია იქ ესენი თბილისის მერიის თანამშრომლები რო ჩავიდნენ და იმათმა ხო ასწავლეს იმათ საიდან ქონდათ ეს ინფორმაცია რა დიდი ხანია უკვე დახაზული არა ეს ინფორმაციები მოდის უცხო ცივილიზაციებისგან ეს უცხო ცივილიზაციებისგან შემოსული სტანდარტებია რა როგორ უნდა გაკეთდეს ყველაფერი რა მანქანat მშენებლობა არის ავტობუსები როგორ უნდა დანადგარები ქარხნები ფაბრიკები სამრეწველო ინდუსტრია უცხო ცივილიზაციების მიერ შემოტანილი თლიანად ეს ადამიანებს არ შეუძლიათ ამის შექმნა ხო იქ შეიძლება იმათ კომისიაში ჩვენ კომისია რო დაატრენინგეს რამდენიმე შეიძლება რეპტილოიდის მე რა ვიცი მე რა გითხრათ ხა სახში რომ მიდის სინამდვილეში არის რეპტილია რაღაც რა ვიცი მე რაღაცა უცხო რასის წარმომადგენელი ჩვენ არ ვიცით ეს რა ხო და ანუ ტექნიკურად ხდება ესე რომ აი ეს უცხო ცივილიზაციები და შემოტანილი ინფორმაცია მოვიდა ჩვენამდე და ეს მაგრამ აქ ალგორითმს კოსმოგონიური აგენტი წერს და ჩემსავეთ ახლა მცირე მასშტაბის კოსმოგონიური აგენტები რომლებიც იტანჯებოდნენ იქ ველოსიპედით გადაადგილებით ეხლა მე ნახე გავჭერი აი ალგორითმი დაწერეო თელ ქალაქზე გავჭერი ანუ ნახეთ რას თელ ქალაქზე გავჭერი მე ჩემი ველოტრასა აი ხო ამბობენ რომ ესაო ბასლაინებსო ისინი თანამდებობის პირებიო თავიანთვის იკეთებენო იმათ თავიანთი რეალობა აქვს და თავიანთ რეალობას ვიღაცები რაღაცებს ქმნიან რა თქმა უნდა და ვიღაცა ან გამოიყენებს ან არ გამოიყენებს ოფიციალურად არ გამოიყენებს არაოფიციალურად რა თქმა უნდა გამოიყენებს მაგრამ მე გეუბნებით რომ ბასლაინები და კონკრეტულად ველობილიკები ჩემი შექმნილი არგოლი და ჩემი შექმნილი მე ჩავაშენე კონკრეტულად ორივე მატრიცაში ეს სკრიპტი ხვდებით რა შესაქმე სად ვიყავი საწავედი მოკლედ როგორ დიდი თემებია ძალიან რა ახლა ადამიანი გისმენ რა უნდა გაიგოს ვერც ვერ გაიგოს ერთი ბაკურიანშიც ამოიარე მანქანა დამაგრია ძმობას გაფიცებ შეხედე გზა ერთი იქნება ეშველოს აქაურობასო ბაკურიანში მე ვიყავი ამოსული იქ ამბები მოხდა მე იქ ძალიან დიდი ალგორითმი დაიწერა რო იცოდეთ ბაკურიანში მე ვიყავი ძალიან დიდი ალგორითმი დაიწერა ეხლა მე გეტყვი რა ხდება ბაკურიანშიო ბაკურიანში რაც დიდხანს არ მე ბაკურიანში ჩატარებული მაქვს მე სამუშაოები უკვე და რაც უფრო თვითონ ადგილობრივი ხელისუფლების წევრები რაც უფრო დიდხანს გაწელავენ დროს და არ დააგებენ იქ გზას რაც უფრო დიდხანს შეიჭმევა ფული არ გამოცხადდება ტენდერები დაიკიდებიან ფეხებზე მათვისვე იქნება ცუდი იმიტომ რომ კონკრეტულად პრემიერი გადააყენებს იქ გამგებლებს და ვინც არის ვისაც ეხება ეს ყველაფერი რა ბაკურიანში რაც უფრო დაგვიანდება ეს გზები მათთვის არის უარეს იმიტომ რომ ეს ენერგეტიკული პროცესები ჩატარებული მაქვს მე ეხლა მე სხვა რეგიონებზე ვარ გასავლელი რა ო აი ხა შევხედოთ რეები წერია ბაკურიანშიო რა ბაკურიაში ნიკოლას და აი დასაჯდომი გაკეთდესო იმერეთსაც გადმოხედეო ერთი კვირა ვიყავი ახლა იმერეთში ერთი კვირა ვიყავი იმერეთში და იქიდან მე ამბები ჩამოვიტანე იქ ამბები ტრიალებს ძალიან საინტერესო მოკლედ სიზმარი დამეს ლაშა ნავების კოდი გითხარიო რა ნავების კოდი გითხრათ ვარკეთილი რომ გავაქროთ ასევე ფონიჭალა ისანი სამგორი ვაზისუბანი და აფრიკა
რატო კაცო? პირიქით ქალაქი უნდა გაიზარდოს უფრო მეტად, კაც რა უნდა გააქრო? ეს ნაგიჟარი ვინაო? გულისცემა გესმითო? არ ესმის ხალხს გულისცემა, გული არ აქვს ადამიანებს. შინაგანი ორგანოები არ აქვს ხალხო. აუ მოიცახლა, რასაც კალაძეს აგინებენ, შენი ბრალია ადმოა. ჩემი ბრალი არ არის ხახმო, ჩემი შექმნილია, მაგრამ ვინმე თუ ვინმეს აგინებს, ეს მისთვის არის ცუდი კაცო. ეგ რატო ხდება? ყველას თავისი რეალობაა. აი ტაქსებში რომ ვზივარ და აი ნახეთ, ეხა აგიხსნით მაგათად რაღაცას. მე ახლა მაგათი ტაქსისტებთან დაკავშირებით ვმუშაობ. ეხლა გეტყვით რას ვმუშაობ. განსაკუთრებით ეკონომიკ ტაქსები რომლებიც არის, ესენი არიან ძირითადად ყველას არ ეხება, მაგრამ არიან ძალიან კარგი ადამიანებიც, მაგრამ ერთი 30% რომ აი ეკონომ ტაქსიზე ვინც მუშაობს მძღოლად, მაგ მძღოლების დაახლოებით 30% არის დაბალ ვიბრაციული NPC ბოტები. ეხლა გეტყვით რა მხრივ. მაგათ გამოიცოდეთ, რომ ძალიან მალე ტაქსის მძღოლების საქმე, ანუ თვითონ იფუჭებენ საქმეს, ტაქსის მძღოლების ნახეთ, ტაქსის მძღოლებ როგორ ვთქვა, ტაქსის მძღოლის პროფესია გაუქმდება. ეხლა ნახეთ როგორ არის. ადამიანი იტყვის, რომ ეგ ისედაც მოხდებაო, იმიტომ რომ რობოტიზაცია მიდისო, მაგრამ ეგრე არ არის. რობოტიზაცია მიდის იმიტომ, რომ ტაქსის მძღოლები აგინებენ მთავრობის წევრებს. არ შეიძლება. ეხლა აი ნახეთ რას ვამბობ, მე მყავს ნაცნობები ვიღაცეები, რომლებიც სამთავრობო უწყებებში, როგორ გითხრათ, იცი რავი, თითქმის ძალოვან სტრუქტურებში მუშაობენ და თანამდებობის პირებს აგინებენ. ეს იცით რას იწვევს ხალხო? ეს საზოგადოებაში იწვევს მერე ბევრ რაღაცა რეგულაციების შემოტანას. და თქვენ გონიათ, რომ ეს იმათ მოაფიქრეთ, ანუ შენ როდესაც ხარ ტაქსისტი და აგინებ თანამდებობის პირს, გიხსნით რაღაცას. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ხელს აწერ, რომ რამდენიმე წელიწადში შენ ამოგარტყან წიხლი რობოტებმა, თანამდებობის პირმა კი არა, რობოტებმა და ავტოპილოტზე იქნება ტაქსები. ანუ 2030 წლის მერე აქაც დაიწყება ავტოპილოტზე, მოგეთ მალე იქნება რა. ამიტომ ტაქსის მძღოლებმა თვითონ შექმნეს ის რეალობა, ყველას არ ეხება, ეს არის დაახლოებით 30% ეკონომ ტაქსების, იმიტომ რომ ბიზნეს კლასი და ისინი დახვეწილი ხალხია, ისინი არ იგინებიან, არ იფურთხებიან. ეკონომ ტაქსის მძღოლებმა შექმნეს ეს რეალობა, რომ ისინი ჩანაცვლებული იქნენ ავტოპილოტის მანქანებით და რობოტებით, რა ესე რომ ვთქვათ რა. ამიტომ ყველა ქმნის თავის რეალობას, ამის თქვა მინდა რა. ხო. რომ დავლიეთ, მაშინ უნდა შემოსულიყავით. გაუმარჯოს, წევა ნახე გულისცემასთან დაკავშირებით და არ მესმის მეოთხე განზომილებაზე, რომ მოგვიყვეთო. გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, ბენი 2050 მაწერია. ეს მე ვისაუბრე უკვე 1 საათის წინ ეგა. ეს ჩანაწერი დაიდება ხვალ YouTube-ზე, TikTok ლაივების დასაკრავ სიაში დაიდება. იქ მოისმენთ ბევრ რამეს. რო უთხრა რომ ხვალე მზე ჩააქრონ, უნდა მეძინოს მზეს სხვათა შორის მინდა ერთ საკითხი გითხრათ. ეხლა რაღაც მზის დაბნელებები რომ მიდის, ეს მზის დაბნელება რომ მიდის და ვითომ მთვარე რო ეფარება, თქვენ ნახეთ ვიდეოებში, რომ მთვარე არის საერთოდ სხვაგან, აი სხვა მხარეს და მზის დაბნელება ხდება. სავარაუდოდ ამ მზის დაბნელებას ილონ მასკის ტექნოლოგიებით, ან ტესლას ტექნოლოგიებით აწყობენ. ეს არის რკინის ფარდა, ერთგვარი რკინის ფარდა, ანუ ფარდა იმ გაგებით, რომ ეს არის ერთგვარი რკინის ფარდა, წრიული ფორმის რკინის მეტალის მფრინავი ობიექტი, რაღაცა ან თეფში რაღაცა ჩამოაფარებენ ხოლმე უცებ მზეს და ამას უძახიან ბუნებრივ ვითომ მთვარე ჩამოეფარა. მთვარე რანაირად ჩამოეფარა? აი იქეთ არის, უკან რო თეფშია ჩამოკიდებული, იქით არის მთვარე და წინ მიდის მზის დაბნელება და მთვარე უკან არის და რანაირად ჩამოეფარა მთვარე. ანუ ხალხს იმენა რა დონეზე ადებილებენ.
წავედი ხა მე ძალიან მეძინება აი იმაზე რა სიტყვი სამ სუნთქაზე ვიფიქრებთ ავტომატურად რომ სუნთქავთ და მე ვეღარო აი წარმო როგორ შეიძლება ადამიანმა ისუნთქოს ძილში ეხო წარმოუდგენელია დაუფიქრდით აბა ეს არის ავტოპილოტის რეჟიმი ზოგადად სუნთქვა ჰაერი არ არსებობს ფილტრები არ არსებობს სუნთქვა არის იმიტაცია მაგრამ ამ იმიტაციასაც ავტოპილოტის რეჟიმზე ახორციელებს გარე ოპერატორი ჩვენს ავატარზე ჩვენს NPC ავატარზე რა ნაცალი რა ხვალ შემოდით ლაივში და ჩვენ დასვამები შემოვართ ხვალ საღამოს 9 საათის მერე და ზეგ საღამოს 9 საათის მერე ვიქნები ლაივში შემოდით დასვამები ზოგი ფხიზლები ზოგი დასვამები წავედი ახლა მე ძალიან მეძინება თქვენც გეძინებათ პაკა პაკა იქნება ლაივის ჩანაწერი YouTube-ზე